მოგესალმებით. ვაგრძელებთ ჩვენ ღამის ლაივს და პატარა დაგვიანებით, იმიტომ რომ სხვა Zoom შეხედვა ქონდა ვინც გირჩის ბავშვი იყო. ახლა კი დროა დაუბრუნდეთ ჩვენ ამბებს და ჩვენი მთავარი ისტორია არის ის თუ როგორ ჩამოყალიბდა თანამედროვე თანამედროვე, ასე ვთქვათ, პოლიტიკური სისტემა, მოწყობა, მართლობითი მოწყობა. და ჩვენ ამ მოგზაურობაში, რომელიც ჩვენ პრიმატებიდან დავიწყეთ, ანუ რაღაცა პრიმიტიული საზოგადოების განხილვით დავიწყეთ, ჩვენ ამ მოგზაურობაში თითქმის დაუახლოვდით დღევანდელ დღეს და სადაც მე-16, მე-17, მე-18 საუკუნეში გავჩერდით. ხო და რა ხდებოდა ამ მე-17, მე-18 საუკუნეში? ანუ რა არის ეს, რა პერიოდი ასეთი და რა ხდება? ამიტომ პატარა, ასე ვთქვათ, გამეორება მექნება ამ შემთხვევაში და ერთ წამს და ჩავრთო ცოტა სწრაფად რომ მომიწია გადართვა სხვა ლაივიდან ამჯერად გამოვიდა ჩამერთო პრეზენტაცია, რომელსაც ჩემთვის ვიყენებ, რომ თხრობის, ასე ვთქვათ, თანმიმდევრობა იყოს დაცული. ხო, ესე იგი, რა ხდება ამ ეტაპზე, რომელზეც ჩვენ გავჩერდით? ჩვენ დავიწყეთ საუბარი იმით, რომ სტანდარტული ძალაუფლების წყარო სტანდარტულ შემთხვევაში იყო რელიგია. ადამიანს ჯეროდათ ღმერთის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ კონკრეტული ადამიანი უნდა იყოს მეფე, ხალხი ემორჩილებოდა მეფეს, იმიტომ რომ ზოგადად მათ სწამდათ იმ ღმერთის, რომლის წარმომადგენელი ამას ამბობდა. თანათანობით, იმიტომ რომ მეცნიერება დაშორდა რელიგიას, იმიტომ რომ მათ შორის ამის შედეგად ხალხი, რომელიც პასუხისმგებელი იყვნენ მორალზე, ღმერთთან, ასე ვთქვათ, ურთიერთობაზე, ისინი ჩამორჩნენ განათლების დონე იქნება თუ ზოგადად საკუთარ სოფხედელობაში მეცნიერებს, თვითონ ამ რელიგიურმა ინსტიტუტებმა დაკარგეს გარკვეულწილად ავტორიტეტი და სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ვთქვათ, შეიძლება ეჭვი არ შექონდა ღმერთში, როგორც ასეთი და ათეისტი არ ხდებოდა, მაგრამ ყოველთვის რწმენის, ასე ვთქვათ, სიმტკიცე მცირდებოდა. და ამიტომ ის პოლიტიკური სისტემა, რომელიც ამ რწმენაზე იდგა, რომელიც ერთი მხრივ იდგა ამ რწმენაზე, მეორე ამ რწმენით იყო შეზღუდული, ასევე გახდა არასტაბილური და ფილოსოფოსებმა თუ პოლიტიკოსებმა თუ მმართველებმა დაიწყეს სხვა ძალაუფლების წყაროს ძიება და ეს ძალაუფლების წყარო გახდა ის, რასაც მერე დაარქვენ დემოკრატიას, უბრალოდ საბერძნეთში დაარქვეს, ბერძნებმაც კი დაარქვეს დემოკრატია, მაგრამ საბოლოო ჯამში როცა ამაზე საუბარი მიდიოდა ევროპაში, ჯერ რაღაცა არავინ არ ამბობდა, რომ დემოკრატია უჭირდება, უბრალოდ ნელ-ნელა თანდათანობით ხდებოდა ძალაუფლების, ვთქვათ, წყაროსი და მისი რეალიზაციის ცვლილება. და ერთი ასეთი ცვლილება გამოიხატებოდა იმაში, რომ სულ უფრო მეტი დასაყრდენი ჭირდებოდა მეფეებს საზოგადოებაში და ჩნდება ის რაც რომ პარლამენტი, ანუ სხვადასხვა ადამიანთა ჯგუფების წარმომადგენლობა, რომელიც ასევე ინარჩუნებს ამ შემთხვევაში აკეთებს იმიტაციას აი იმ რაღაც საკრალური ძალაუფლების, რომელიც მეფეებს ჰქონდათ, თუმცა პარლამენტები, მაშინაც ჩვენ პარლამენტს ვარჩევდით წინა ეპიზოდში, რომ ადამიანის სხეულის ფორმა აქვს პარლამენტის მიცემული, სადაც სათავეში, იდეაში ოდესღაც მეფე იჯდა. მერე მეფე გადავიდა პორტრეტზე, ანუ უკან სადაც კიდევდნენ ხოლმე სურათს მეფესი. მერე ერთ-ერთმა მე კანტაროვიჩი იყო, რომელიც აღწერა, რომ საბოლოო ჯამში მერე მეფე უკვე მეფის სურათი გახდა და მერე სურათზე სურათი იყო, ანუ სურათში იყო ჩახატული მეფის სურათი და საბოლოო ჯამში მერე მეფეც გაქრა და დარჩა რაღაც აბსტრაქტული სიმბოლიკა სახელმწიფოსი, მაგრამ ეს პროცესი ხდებოდა, როცა მეფეებმა ჯერ არა მხოლოდ ეკლესიაზე დააყენეს თავისი ძალაუფლება, არამედ უფრო შედარებით ფართო ადამიანთა ფართო მასებზე. ნელა ყალიბდება ის, რასაც მოგვიანებით რომ დავარქვენ დემოკრატიულ სისტემას, მაგრამ რო წარმოგენა გქონდეთ მე-19 საუკუნეში ხმის უფლება ქონდა დაახლოებით აი დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც ეს არჩევნები საერთოდ ტარდებოდა, დაახლოებით 1% მოსახლეობის, ანუ 1% იყო, ვინც სინამდვილეში ჩართული იყო ამ ყველაფერში.
და წინა ეპიზოდებისგან განსხვავებით, სადაც მივყვებოდი თუ რამდენად აბსურდულია ეს თანამედროვე რელიგია, რომელსაც დემოკრატია ქვია, რამდენად აბსურდულია ის მოტივები, რომლის გამოც ადამიანები ემორჩილებიან პრეზიდენტებს და პრემიერ-მინისტრებს. ამ ეპიზოდში მე მინდა მოგიყვეთ იმ პოზიტიურ ამბებზე, რომელიც ამ პერიოდში მოხდა. ანუ, რაშია საქმე? ფაქტობრივად, ვინაიდან ჩემი ამ, თქვათ, ციკლის ლაივების ერთ-ერთი მიზანი არის დაგანახოთ დემოკრატიის პრობლემები, ანუ ის პრობლემები, რომელიც ამ მართლობის სისტემას ბუნებრივად აქვს. და ერთად მივიდეთ ამ პრობლემის გადაწყვეტის შესაძლო მექანიზმთან. და ეხლა შეიძლება საბოლოო პასუხები და რაღაც აბსოლუტური ჭეშმარიტება მე ვერ შემოგთავაზობ და არც მაქვს ამის პრეტენზია, მაგრამ 18-19 საუკუნეზე დაკვირვება გვაძლევს შესაძლებლობას დაახლოებით წარმოვიდგინოთ, სად შეიძლება ყოფილიყო ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, ანუ როგორ გამოვასწროთ ის პრობლემები, რომელიც დემოკრატიას მოყვება და ჩვენ წინ ძალიან სერიოზული პრობლემები გველის წინ, ანუ როცა განხილვას გავაგზავნებთ, ეს და ალბათ შემდეგი ეპიზოდი, პოზიტიური ეპიზოდები იქნება, ვილაპარაკებთ იმაზე, რაც კარგი ხდებოდა ამ ტრანსფორმაციის შედეგად. მაგრამ მერე დაუბრუნდებით პრობლემებს, რომელიც დემოკრატიას მოყვა და ის პრობლემები ბევრად უარესია, ვიდრე მაგალითად ის რაც აქამდე იყო განხილული. მაგრამ დღევანდელი და შემდეგი ეპიზოდი, ასე ვთქვათ, პოზიტიურ ჭილში იქნება და იმიტომ რომ 18-19 საუკუნემ ფაქტობრივად მოგვცა წარმოუდგენელის და ინდივიდუალური თავისუფლების სხვადასხვა სფეროებში, გეოგრაფიულ სხვადასხვა მიმართულებით, რეგიონებში, ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში და ფაქტობრივად სრული ტრანსფორმაცია მოახდინა ყველა მთელი კაცობრიობის, ანუ კაცობრიობის ისტორიაში ალბათ 19 საუკუნეში იქნება ოქროს ხანად, შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ამაზე უკეთესი პერიოდი არასდროს არ ქონია თუ განვითარების მასშტაბს წარმოვიდგენთ. იმიტომ რომ ჩვენ ახლა უდაოდ საუკეთესო პერიოდში ვცხოვრობთ კაცობრიობის ისტორიაში, ანუ დღევანდელი მდგომარეობა ბევრად უკეთესია, ვიდრე 100 წლის წინ იყო, ვიდრე 200 წლის წინ იყო. ზოგადად გრძელვადიან ამბავში მე რაღაცნაირად პროგრესის მჯერა, მაგრამ ეს პროგრესი არის წრფივი ფუნქცია არის. ზოგჯერ მივდივართ წინ, ზოგჯერ ბრუნდებით უკან და მე-20 საუკუნე ძალიან ბევრი მიმართულებით იყო ძალიან დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი. მაგრამ ეს მე-20 საუკუნემდე ჯერ არ მისულვართ, მაგრამ საუბარია 18-19 საუკუნეზე და მე ამ შემთხვევაში არა რაც ქვეყნების ისტორია მინდა მოგიყვეთ, მე მინდა მოგიყვეთ რამდენიმე იდეის ისტორია, რომელიც როგორც ადრე თქვი სხვა იდეებზე, რა თქმა უნდა, რაღაც 19 საუკუნეში, 18 საუკუნეში არ გაჩნდა როგორც ასეთი, მაგრამ ეს იყო შეიძლება მრავალ საუკუნიანი იდეების რაღაც ევოლუციის შედეგი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს იდეები განხორციელდნენ ამა თუ იმ ფორმით ამ პერიოდში. ამ იდეებმა დაიპყრო ბევრი ადამიანის, მილიონობით ადამიანის გონება და ფაქტობრივად დღემდე ეს იდეები ამა თუ იმ ფორმით არის პოზიტიურად აღქმული. რაც ადრე არ ხდებოდა, შეიძლება აი და უშუალოდ მივალ ამ მომენტამდე, მაგრამ შეიძლება ასეთი რაღაც ეს იდეები ადრეც ბევრს ჰქონდა გაშღრებული სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ის რომ დღემდე ამას პატივს სცემენ და მიიჩნევა რომ ეს კარგია, ეს აი ამ პერიოდის დამსახურებაა. ეხლა რა პერიოდია ეს? წარმოიდგინეთ რომ განსაკუთრებით 19 საუკუნე ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდი, ნაპოლეონის მმართველობის შემდეგ რაც იწყება ევროპაში, ამერიკაშიც ეს არის რაღაცა წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია ადამიანის ცხოვრების. და ერთი მხრივ ხო ხდება უბრალოდ ფანტასტიკური ტექნოლოგიური განვითარება. წარმოიდგინეთ რომ თვითმფრინავი გამოიგონეს, მანქანა გამოიგონეს, რკინიგზა რაღაც გამოიგონეს კი არა, განვითარდა რაღაც უზარმაზრი ტემპით და გაერთიანდა, ასე ვთქვათ, ტერიტორიები, ინფორმაციის გადაცემის შესაძლებლობები გაჩნდა ახალი, ანუ ნავთობის ინდუსტრია გაჩნდა, ანუ ფაქტობრივად თანამედროვე სამყაროს ფუნდამენტი იყო ჩაყრილი 19 საუკუნეში. მაგრამ ამასობაში 19 საუკუნეში ჯერ კიდევ ძალიან ძლიერი იყო ის ტრადიციული საზოგადოების ელემენტები, რომელიც მაგალითად გამოიხატება რელიგიის, ასე ვთქვათ, როლში განათლების სისტემაში. ანუ
პრობლემა დემოკრატიის, როგორც ნახავთ მომავალში, არის ის, რომ ის ებრძვის მორალს. ის თავისი ბუნებით ამორალურია და ანტიმორალურია და თუ ის დემოკრატია არის გარედან შეზღუდული, ის გარდაულად მიგიყვან ძალიან ცუდ ამორალურ შედეგამდე. ეს ასე ვთქვათ, პატარა სპოილერია მომავალი ეპიზოდებისთვის. მაგრამ ამ მომენტში ჯერ კიდევ ბავშვებს სკოლაში ასწავლიან ბიბლიას კითხულობენ, ან თვითონ ღლებით შეიძლება იყვნენ ჩართული როგორც მასწავლებლები უნივერსიტეტში, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სასულიერო პირია, რომელიც ასწავლის სტუდენტებს. ზოგადად წმინდა წერილის შესწავლა, მათ შორის იქნება ძველ ბერძნულად თუ იქნება ეს თუ ლათინურად, ეს რაღაც ჩვეულებრივი ამბავია და განათლებული ადამიანი რთულად მოიძებნება, რომელსაც ლათინური არის ის ამ პერიოდში მათ შორის. ანუ ეს ფუნდამენტში ადამიანები მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ეკლესია უკვე ძალიან ჩამორჩა ტექნოლოგიურ პროგრესს და უკვე ძალიან ბევრ კითხვაზე, რომელიც იმ მომენტში ჩდება, ყლებს აღარ აქვთ პასუხი და ამიტომ მათი ავტორიტეტი ვარდება საზოგადოებაში. თვითონ საწყის ეტაპზე, როცა ადამიანის ზოგადი მორალური წარმოდგენების სამყაროზე ყალიბდება, ანუ ბავშვობაში, რელიგიურ განათლებას კიდე ძალიან სერიოზული როლი აქვს. ამიტომ მორალი, რომელზეც პასუხისმგებელია ეკლესია, ჯერ კიდევ ვრცელდება და საკმაოდ ყარად ვრცელდება. თუმცა დასულ ცხოვრებაში ეს ადამიანები ეჭვქვეშ აყენებენ მე ამ რელიგიას, მაგრამ ვინაიდან მორალიც რწმენის საკითხია, თუ ის გაჯდა კარგად ადამიანების ტვინში, ეს ადამიანები უკვე ამ მორალური კოდექსის თანახმად მოიქცევიან და ამიტომ საზოგადოება გამოვა პირად უფრო მორალური ამ კუთხით, უფრო მყარი მორალური ნორმებით, ვიდრე ეს არ მომხდარიყო. მე მოდ მაგალითისთვის მოგიყვანთ ფრიდრიხ ჰაიკის ბავშვობას. ფრიდრიხ ჰაიკი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეკონომისტი მსოფლიოში, ავსტრიული ეკონომიკური სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა, შეიძლება ვთქვათ ასე. ზოგადად ჩემი გადმოსახედიდან ყველაზე დიდი ეკონომისტია და ალბათ რაღაც უდიდესი ნაწილი იდეების, რომელსაც მათ შორის თქვენ გიყვებით, ან ზოგადად, ასე ვთქვათ, მე მჯერა არის ჰაიკის იდეები და ან ჰაიკის იდეებით შთაგონებული. ხო და ჰაიკი დაიბადა, ასე თქვა, საშუალო არისტოკრატიულ ოჯახში, ავსტრიაში, ვენაში და მისი მშობლები, ბებიები, ბაბუები, პრინციპში ფაქტობრივად იყვნენ ათეისტები, ანუ როგორ ვთქვათ, ათეისტები, მე სხვა დისკუსიის საკითხია, მე არ მგონია რომ ათეისტები საერთოდ არსებობენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათ სკეპტიკურად იყვნენ რელიგიის მიერ განწყობილი. იმიტომ რომ და თვითონ თავის ბიოგრაფიაში წერს ჰაიკი, რომ იმიტომ რომ მეცნიერები იყვნენ, ანუ ერთი იყო ბიოლოგი, იყო კიდე რაღაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებით იყო მეორე ბაბუა მეგონი დაკავებული, ანუ მამამისის ბიოლოგი იყო, ანუ ზოგადად ევოლუციის და დარვინის თეორიის ჯეროდა და როცა მაგალითად მარტივი კონფლიქტი მოხდა, ხო, როცა დარვინმა თავისივე ძალიან ელეგანტური თეორია ჩამოაყალიბა, ელეგანტური, იმიტომ რომ ძალიან მარტივი დაშვებებით შეძლო აღწერა ფაქტობრივად წარმოუდგენელი სირთულის სურათი, ანუ სამყარო ძალიან რთულია და დარვინმა ეს აღწერა ერთი მარტივი პრინციპით. და აღმოჩნდა, რომ ეს იმდენად ზუსტად ახსენს იმ ჩვენ დაკვირვებებს, რომელიც ჩვენ ვიცით სამყაროზე, იქნება ეს რაღაც არქეოლოგიური აღმოჩენები თუ ზოგადად ის რაც ცოცხლად ხედავთ, რომ ძალიან ბევრი იყო ახთოვანებული, მაგრამ ეს დარვინის თეორია პირდაპირ წინამდებობაში მიდიოდა იმას, რაც ბიბლიაში წერია. გასაგებია, რომ შეიძლება თქვა, რომ ბიბლია არ არის პირდაპირ სიტუაციურად არ უნდა გაიგო, რომ იქიდან უნდა არსი გამოიტანო და მაინდამაინც თუ წერია, რომ რა ვიცი, რომელიღაც დღეს ღმერთმა შექმნა მიწა და რაღაცა ცადა რა ცხოველები და ასე შემდეგ ადამიანება და შემდეგ ეს ასე ზუსტად არ იყო, შეიძლება თქვა და პრინციპში სწორიც იქნება, იმიტომ რომ გასაგებია, რომ ჩვენ წინაწელიდან შინაარსი უნდა გამოვიტანოთ, აზრი, მორალი და არა ის, რომ ზუსტად ეს სიტყვა იყო ღმერთისმიერ ნათქვამი თუ არა. ქრისტიანობა ზოგადად გამოირჩევა იმით, რომ ტექსტის რაციონალურ ინტერპრეტაციას უჭერს ხარ ცალკეული იშვიათი მიმართულებების გარდა. ზოგადად ქრისტიანობაში ისლამისგან განსხვავებით სხვა შორის ნორმად კი არა, ასე სწორადად მიიჩნევა, რომ ტექსტს რო წაიკითხავ, იქიდან შინაარსი უნდა გამოვიტანო და ბუკვალურად სიტყვით კი არ უნდა გაიგო, იქ რა წერია, არამედ იფიქრო შენით და გამოვიტანო შინაარსი. მაგრამ მიუხედავად ამისა, გასაგებია, რომ ადამიანი ნაკლებად განათლებული
ან რაღაც პრიმიტიულად რომელიც უყურებს წმინდა წერილს, მისთვის რო თქვა რომ ღმერთმა შექმნა სამყარო, ეს ნიშნავს რომ პირდაპირ გაგებით შექმნა, რომ აი დინოზავრებით შექმნა, ის რა ქვია, თევზიც, ფრინველიც, ადამიანიც და არანაირი ევოლუცია არ იყო, რაც რაღაც ადამიანს და რაც სხვა პრიმატებს რაღაც აერთიანებს ამა თუ იმ ფორმით. ამიტომ რელიგიური ხალხი იმის ნაცვლად რომ გაეაზრებინათ თუნდაც დარვინის თეორია ან სხვა მეცნიერული მიღწევები და ამის ინკორპორირება მოხდარიყო რელიგიურ სოფხედელობაში, არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, იმიტომ რომ ეს ფაქტობრივად მაინც მოხდა ამა თუ იმ ფორმით მოგვიანებით. ამიტომ დაიწყო ამასთან დაპირისპირება და რადგან ლოგიკურად დარვინთან ბრძოლა იყო ძალიან რთული, იმიტომ რომ მართლა ულამაზეს თეორია კი შეიძლება როგორც წინა ეპიზოდში ყვებოდი რომ ამის ექსპერიმენტული შემოწმება არ შეიძლება რომ მეცნიერული სტანდარტის უდიდეს ნაწილს არღვევს დარვინის თეორია, ასე ვთქვათ და სტანდარტული მეცნიერული გაგებით შეიძლება არც კი იყოს მეცნიერული კონცეფციაც აღიარებული, მიუხედავად ამისა, ეს არის ეტალონური მეცნიერული კონცეფცია, რომელიც აი მართლა ფანტასტიკურად ლამაზია თავისი ელეგანტურობით. ხო და ამიტომ რელიგიური ხალხი ფაქტობრივად დამარცხდნენ დარვინთან. მაგრამ რო დამარცხდნენ დარვინთან, კი არ შეცვალეს საკუთარი ქცევა, რომ ჩაიკეტნენ, თქვენს რომ არა ეს ასე. ეს სწორია და ამიტომ უფრო განათლებული ადამიანები დისტანცირდნენ ეკლესიისგან. ამიტომ ჩვენ შეხედოთ ჰაიკის თქვათ ბავშვობას, მის ირგვლივ იყო ხალხი, რომელიც არც ერთი არ იყო ეკლესიური. მაგრამ ჯერ კიდევ საწყის მაგალითად მისი მშობლები სკოლაში რო დადიოდნენ საწყის კლასებში, უბრალოდ ჩვეულებრივ გლები იყვნენ მასწავლებლები. თვითონ მშობლები ასე ვთქვათ, სულად შეიწოვეს ასე ვთქვათ ეს რელიგიური მორალი, რომელსაც მას ასწავლიდნენ სკოლაში. და თვითონ რასაც ჰაიკის მშობლები ასწავლიდნენ ჰაიკს, რა ლიტერატურას კითხულობდნენ, ეს ყველაფერი საბოლოოში მოიცავდა იმ ქრისტიანულ მორალს, რომელიც თვითონ ჰაიკის მშობლებიც იყვნენ აღზრდილი. ამიტომ მიუხედავად იმის, რომ მამისი ბიოლოგი იყო და ზოგადად ეკლესიაში რაღაც განსაკუთრებულად არ დადიოდა, მიუხედავად იმისა, რომ სკეპტიკურად იყო განწყობილი, ის მორალური ნორმები, რომელსაც ის ასწავლიდა თავის შვილს, მაგალითად, როცა რა წიგნებს უკითხავდა და თქვენ რომ ბიოგრაფია წაიკითხო, ნახავთ, რომ მაგალითად რა ვიცი, გოეთე იქნება ან თუ რაღაც სხვა კლასიკური ბერძნული ნაწარმოები და შემდეგ ის რაღაც მორალს, რომელსაც საბოლოო ჯამში გადასცემდა, ის იყო ის რაღაც ზოგად საკაცობრიო მორალი, რომელსაც საბოლოო ჯამში ჩვენ საყოველთაოდ ქრისტიანულ მორალს ვეძახით, მაგრამ საბოლოო ჯამში არის ცივილიზაციის ფუნდამენტი. ამიტომ გამოვიდა, რომ ჯერ კიდევ ჰაიკის თაობას ჰქონდა შესაძლებლობა ბავშვობიდან მიიღო ეს მორალური ნორმები. იმიტომ რომ მათი მშობლები იყვნენ ასე აღზრდილი, მათ ირგვლივ ჯერ კიდევ სკოლებში და უნივერსიტეტებში ასწავლიდნენ მღვდლები, უკვე ბევრად ნაკლები, იმიტომ რომ უკვე რეფორმები ტარდებოდა ავსტრიაში იმ პერიოდში, რომ ჩამოცლებულიყო სულიერი პირები სასკოლო განათლებას და უნივერსიტეტებს, მაგრამ ძალიან დიდი დრო გავა საბოლოო ჯამში, სანამ ეს საბოლოოდ მოხდება და ეს უკვე მე-20 საუკუნეში დასრულდება ეს პროცესი, მაგრამ მე-19 საუკუნეში ჯერ კიდევ ასწავლიან მღვდლები ბავშვებს მორალს. ჯერ კიდევ მეცნიერება თუ განათლება არის სრულად თავისუფალი ამისგან. ამიტომ ერთი მხრივ ჩვენ ხედავთ, რომ ამ რელიგიური კონსერვატიული ცუდი გაგებით ამ შემთხვევაში, რომელიც ზღუდავს განვითარებას, ბორკილები მეცნიერებას მოეხსნა და ამიტომ დავინახეთ უდიდესი რაღაც ნახტომი ტექნოლოგიებში. მეორე მხრივ თვითონ აღზრდაში რელიგიური ელემენტების შენარჩუნდა, ამიტომ ბავშვები ჯერ კიდევ სწავლობდნენ რა არის ცუდი და არ არის კარგი. რაღაც რომ ქურდობა ცუდია, რომ ყრელობა ცუდია, რომ რაღაცა ის მორალი, რომელზეც დგას ცივილიზაცია, ამას ბავშვობიდან იცნობდნენ, იქნება ეს სკოლა თუ საკუთარი მშობლების ქცევა. ამიტომ გამოვიდა, რომ რაღაცა ეს უცნაური პერიოდი ჩამოყალიბდა, გარემოება ჩამოყალიბდა ამ პერიოდში, სადაც ერთი მხრივ ჯერ კიდევ მორალური ფუნდამენტი ძლიერია და ადამიანების ქცევა დიდწილად ამ მორალზე, ქრისტიანულ მორალზე დგას, მაგრამ მეორე მხრივ ეკლესიის ინსტიტუტის ბორკილები, რომელიც რაღაც პერიოდში ედო განვითარებას მოხსნილია, თუმცა საზოგადოება სწრაფად ვითარდება, მას არ ზღუდავს თუნდაც იგივე ბიოლოგია იქნება, ფიზიკა იქნება თუ რაღაც ასტრონომია იქნება, არ ზღუდავს ან ძალიან
მცირე ზღუდავს ეკლესია, მაგრამ მეორე მხრივ ადამიანებს ჯერ კიდევ კაფეოდ გასნობიერებული აქვს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ცუდი და კარგი. აქვე არ დაგვაუწყდეს, რომ ამ მომენტში ძალიან სწრაფად იზრდება წიგნიერების დონე. ფაქტობრივად, რაც ადრე შეუძლებელი იყო, ადამიანები კითხულობენ, მათ შორის წმინდა წელს კითხულობენ, სვავენ კითხვას და თვითონ რელიგიური ნორმების, არა 19-20 უკვე ბევრად უფრო ადრე, მაგრამ რაც მე-18 საუკუნეში განვითარებულ ქვეყნებში წიგნების დონე ძალიან სწრაფად იზრდება და საბოლოო ჯამში რელიგიური ნორმებიც უფრო გააზრებული ხდება, ადამიანებს ღმერთის სწავლით კიდევ უფრო გააზრებულად და არა მექანიკურად, მღვდელმა რო რაღაც უთხრა და არავინ რო სოფელში არ იცის, არავინ რო არ იცის, არც წერა კითხვა და უბრალოდ ღმრთის ნებისმიერ ინტერპრეტაციას უჯერებენ, ეს უკვე აღარ ხდება, სინამდვილეში უფრო ვითარდება საზოგადოება და რელიგიური წარმოდგენების უფრო მყარია. ეხლა ეს გზელი შესავალიდან გავაკეთე, რომ ჩემი აზრით აი ეს უნიკალური კომბინაცია, სადაც ჯერ კიდევ რელიგია ძლიერია, მაგრამ თან უკვე საზოგადოებას ეს ბორკილები აქვს მოხსნილი და სწრაფად ვითარდება, არის რაღაცა იდეალური კომბინაცია კაცობრიობის განვითარების კუთხით. იდეალური, რომელიც იმ მომენტში შემთხვევით მოხდა, იმიტომ რომ რაღაცნაირი ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ტრენდი რო წარმოიდგინოთ, რომ ერთი მხრივ საზოგადოება სულ უფრო ტექნოლოგიურად ვითარდება, მაგრამ მეორე მხრივ ის სულ უფრო და უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევს რელიგიას, მაგრამ რაღაც მომენტში რაღაცა ისეთი კომბინაცია დავაგდა მოკლე პერიოდით, რომ შეიძლება ერთ საუკუნეზეა საბოლოო ჯამში საუბარი, როცა ჯერ კიდევ რწმენა ძლიერია, მაგრამ ბორკილები მოხსნილია. და ამ პერიოდში ძალიან ბევრი, ძალიან დიდი იდეა ჩამოყალიბდა და განხორციელდა და პირველი მაგათ ასეთი იდეა, რომელზეც მინდა დღეს ვისაუბრო, არის კანონის უზენაესობის იდეა. ეხლა კანონის უზენაესობის იდეა ცხადია მე-19 საუკუნეში არ გაჩნდა. მაგრამ აი რომ წამოვიგინოთ რას ნიშნავს კანონის უზენაესობა. მაგალითად, ბევრს გონია რომ კანონის უზენაესობა, მაგალითად ის მაქსიმალურეს დუროლექს სედლექს, ანუ კანონი მკაცრია, მაგრამ კანონია, ხო? ანუ რო არის კანონის უზენაესობა ნიშნავს რომ რა კანონის არ უნდა დაწერილობას დაიმორჩილა. სინამდვილეში კანონის უზენაესობის იდეა, რომელიც მოდის ამ პერიოდიდან, ანუ უბრალოდ მოდის არასწორია, ანუ მოდის რა თქმა უნდა პერიოდი უფრო ადრე ჩამოყალიბდა, არამედ ასე ვთქვათ, აი პრაქტიკაში ინერგება, ანუ ამას რაღაც ფორმით ადამიანები ან ახორციელებენ, ვთქვათ ინგლისში, ან მინიმუმ მიისწრაფიან, იმიტომ რომ პოლიტიკურ პროცესში არის პარლამენტში ამაზე მსჯელობენ, როგორი უნდა იყოს კანონი. ხო და კანონის უზენაესობის პრინციპი, აი რა არის უზენაესობა? უზენაესობის ამბავი არის შეიძლება რომ ზოგადად კანონი აი რაღაცე შინაარსობრივად შეხედოთ, რომ აი კანონი რაღაცაზე მეტი უნდა იყოს. შეიძლება რომ მაგალითად რაღაც დაწერილი ტექსტი იყოს ადამიანზე მეტი, ხო? მაგრამ თვითონ კანონის უზენაესობის პრინციპი აღწევს მდგომარეობს იმაში, რომ კანონი თუ ის კანონია, ეხება ყველა ადამიანს და თანაბრად. აი მარტივად წამოვიგინოთ, რომ შევხედოთ ჩვენ კანონებს და გავარჩიოთ, რომელი არის, ასე ვთქვათ, რომელი ეხება ყველას და თანაბრად და რომელი არის სპეციფიკურ ადამიანებს. აი მაგალითის რომ მოგიყვანოთ, ავიღოთ კანონი და დავწეროთ, რომ სანდრო რაქვიაშვილს, კანონი რომ მივიღოთ, სანდრო რაქვიაშვილს, რა ვიცი, გამოუყოთ ფული, თქოთ. რა ვიცი, ვაჭუქოთ მილიონი ლარი. ეს კანონი თავისი ბუნებით ხო არ ეხება ყველა ადამიანს. არის ჩემთვის რაღაც პრივილეგიის რაღაც გამოხატვა, ანუ პრივილეგია. და მაშინ ასეთი კანონი არ აკმაყოფილებს კანონის უზენაესობის პრინციპს. და კანონის უზენაესობა, როცა მართლობა ხდება კანონებით და არა ინდივიდებით და ანუ რაც იდეა ხო კანონის უზენაესობა, კანონებით უნდა მართო. გულისხმობს, იმიტომაც გულისხმობს, რომ კანონი თანაბრად ვრცელდება ყველაზე, იმიტომ რომ თუ ის თანაბრად არ ვრცელდება ყველაზე, მაშინ ვიღაცაც წყვეტს, ვიზე გაავრცელო კანონი და ვინზე არა. მაგალითისთვის, თუ მე მთავრობას ვაენჭევ უფლებას, რომელიღაც ბიზნესი დაასუბსიდიროს. აი კანონი მივიღე და ვამბობ, რომ მაგალითად ვამბობთ, რომ რაღაც მთავრობამ შეიძლება გამოყოს ფული, თქვა, სოფლის მეურნეობის სუბსიდირებისთვის. მაშინ ვინ წყვეტს ამას? ანუ კანონი კი მიღებულია, შეიძლება მთელი საზოგადოება ამ კანონს ემორჩილება, მაგრამ კანონის მიხედვით ჩდება თუ არა ვინმე ვინც წყვეტს, ანუ ვინც უზენაესია. და ამ შემთხვევაში იქნება მთავრობა, ხო? ანუ მთავრობა არის უზენაესი ამ შემთხვევაში, რომელიც წყვეტს ვის მისცეს ფული.
კანონი კი არ წყვეტს, მთავრობა წყვეტს. ანუ შემდგომში გამოვიდა რომ კანონი ჩვენ უზენაესობა, კანონის უზენაესობა ვივანიჭეთ, დელეგირება გავუკეთეთ მთავრობას. ეს იქნება ნებისმიერ კანონი, რომელშიც წყვეტს მთავრობა, არის ეწინააღმდება კანონის უზენაესობას. შემდგომში რომ დაფიქრდეთ, ფაქტობრივად თითქმის ყველა, აი აბსოლუტურად ყველა კანონი, რომელიც რაღაც ტიპის ასე პრივილეგიებს გულისხმობს, რაღაც ტიპის დისკრეციას გულისხმობს მთავრობის მხრიდან, კანონის უზენაესობასთან მოვა წინააღმდეგობაში. ნებისმიერი ეკონომიკური რეგულაციები ფაქტობრივად, რომელსაც მთავრობა ახორციელებს, ასუბსიდირებს, ბეგრავს, ლიცენზიებს გასცემს, აი მაგალითად თუ თბილისში უნდა იყოს მარტო თეთრი ტაქსი, ხო? ანუ ეს რა არის? ეს კანონის უზენაესობა? არა, იმიტომ რომ ამას წყვეტს თბილისის მერია, ესე იგი უზენაესი არის თბილისის მერია. და ეს უბრალოდ გრამატიკულად რო შეხედოთ, თუ ჩვენ გვინდა რომ მართლობა იყოს კანონების და არა ადამიანების, მაშინ ჩვენ ისეთი სპეციფიკური კანონები გვჭირდება, სადაც ეს დისკრეცია იქნება მინიმუმამდე დაყვანილი. და როგორი კანონი უნდა იყოს ეს? კანონი უნდა იყოს, რომელიც ერთი მხრივ ყველას ეხება და რომლის შედეგების განჭრედა შეუძლებელია. მაგალითისთვის, როცა ჩვენ საუბრობთ, რომ მკვლელობა ზოგადად საზოგადოებაში აკრძალულია, გასაგებია, რომ აკრძალულია ყველასთვის. და თუ ადამიანი მოკლა მაგალითად, რა ვიცი, წავა ციხეში. და ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად ვის შეეხება ეს კანონი 5 წლის შემდეგ, ან არა ვიცი, 5 თვეში. მაგრამ ვიცით რომ თუ ვინე შეეხება, ასე შეეხება, ჩვენ საზოგადოებაში მკვლელობას დაეჯება. ამიტომ ასეთი კანონი ჩვეულებრივად დააკმაყოფილებს კანონის უზენაესობის პრინციპს. მაგრამ ჩვენ თუ ვამბობთ, რომ თუ ადამიანმა ვიღაც მოკლა, წადი მეფესთან და მეფე გადაწყვეტს, ეს უკვე არ აკმაყოფილებს კანონის უზენაესობის პრინციპს, იმიტომ რომ მეფე წყვეტს. გასაგებია რომ მაგალითად იგივე სასამართლოს შემთხვევაში რაღაც დოზით შეიძლება დისკრეცია მისცემ სასამართლოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ის რომ მკვლელობა დასჯადია და ეს დასჯის რაღაც საზღვრები არსებობს და ეს საზღვრები ყველასთვის ერთი და იგივე, ანუ სახელი და გვარით კი არ რომ აი ამ მაგალითად სანდროს ასე მიუდგებით და პეტრეს ასე. როგორც ადრე იყო, ხო, თავადებისთვის ერთი წესი იყო, მეფესთვის მეორე, გლეხებისთვის და მონებისთვის მესამე და ქალებისთვის მეოთხე და ასე შემდეგ. არა. ჩვენ ვთქვით, აი, მკვლელობა ზოგადად საზოგადოებაში ასე ისჯება. და თუ ასე შეხედავთ ამ იდეას და ინახავთ, რომ აი, უდიდესი ნაწილი კანონების, რომელსაც ჩვენ ვიღებთ დღევანდელ დღეს საქართველოში, სოფლიოში, კანონის უზენაესობის პრინციპს არ აკმაყოფილებს. ანუ თუ კანონი თანაბრად უნდა ეხებოდეს ყველა ადამიანს, კანონების 90% გასაუქმებელია. იმიტომ რომ კანონის 90%, აი მაგალითად გახსოვთ, აი პარლამენტში რო ვიყავით, ძალიან ხშირად კამათობდით, რომ რაღაც წერია, თქვათ, აი თავდაცვის კოდექსში რაღაც წერია და რაღაც ასე უნდა ხდებოდეს და როგორ უნდა ხდებოდეს, აი როგორც სამინისტრო გადაწყვეტს. და დისკრეცია დელეგირება ხდება სამინისტროზე. და რაც უფრო მასშტაბურია ეს დელეგირება, მით უფრო იზღუდება ეს კანონის უზენაესობა. ანუ თუ ერთი ადამიანი წყვეტს ყველაფერს, აი სრული ტოტალიტარული სისტემა რო წარმოვიდგინოთ, მაშინ არანაირი კანონის უზენაესობა არ იქნება. თუ კი რაღაც ნაწილს კანონი წყვეტს და რაღაც ადამიანი, შერეული სისტემა გამოგვივა. და რაც უფრო მეტი ჩვენი ცხოვრების ნაწილი ზოგადი წესებით რეგულირდება, რომელიც ყველას ეხება, მით უფრო მაღალი იქნება კანონის უზენაესობა. ამიტომ კანონის უზენაესობის იდეა, რომ ყველას კანონის მდგომარეობს იმაში, რომ კანონება შეიძლება მართო მხოლოდ მაშინ, როცა ეს ის კანონებია, რომელიც ყველას თანაბრად ეხება. ხო და ეს იდეა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და დღევანდელ დღით რო შეაფასოთ, მარტო ეს კრიტერიუმი რო გქონდეს, წარმოგიდგენთ ლიბერტარიანზე რო საუბრობთ, ადამიანს კანონის უზენაესობა შეიძლება მოსწონდეს მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა. შეიძლება იპოვოთ კიდე თეორიულად მაგას სოციალისტი, რომელსაც კანონის უზენაესობა მოსწონს, მაგრამ ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ის გაუნათლებელი სოციალისტია, იმიტომ რომ მაგალითად სოციალისტურ საზოგადოებაში კანონის უზენაესობა შეუძლებელია. აი წარმოგიდგენთ, რომ სოციალისტურ საზოგადოებაში სადაც ხდება დაგეგმარება ეკონომიკის, იქ ვიღაც ადამიანი მთავრობაში წყვეტს, ვინ სად უნდა დასაქმდეს, ვინ რა განათლება უნდა მიიღოს, ვინ როგორ უნდა იმუშაოს, ვინ რა გააკეთოს, წავიდეს, როგორ იცხოვროს და მაშინ გამოდის, რომ მისი დისკრეცია, ანუ ის არის უზენაესი, ანუ დამგეგმარი და
ბიუროკრატი ის წვეთს საბოლოო ჯამში რა უნდა ხდებოდა საზოგადოებაში და არა კანონი. მეორე მხრივ ეს არნიშნავს რომ კანონის უზენაესობა თუ მიღებული როგორ არანაირი რეგულაცია არ არსებობს, მათ შორის შეიძლება იარსებოს ისეთი რეგულაცია, რომელიც მე არ მომწონს. მაგალითისთვის თეორიულად რომ ყველა ჩვენ საზოგადოებაში არავინ არ მუშაობდეს 100 ლარზე უფრო ნაკლებ ხელფასად. თეორიულად შეიძლება ამ პრინციპს რაღაცნაირად დაკმაყოფილებს, იმიტომ რომ ყველაზე თან ცელდება და ну აი შეიძლება თქვა რომ ყველა ადამიანის შემოსავალი უნდა იყოს თვეში მინიმუმ 100 ლარი და რავი ბოლოს ბიზნესმენის რომელიც გაკოტრდება იმასაც 100 ლარი რო ქონდეს. შეიძლება ეს რაღაც გაგებით შეიძლება ტექნიკურად შეუსრულებელი ამოცანაა, იმიტომ რომ თუ ყველა გაჩერდება რამს არ გააკეთებს, საიდან უნდა იპოვოს შემოსავალი, მაგრამ ანუ შეიძლება ცუდი რეგულაცია იყოს, ანუ ცუდი კანონიც კი აკმაყოფილებდეს კანონის უზენაესობის პრინციპს, მაგრამ თვითონ კანონის უზენაესობის პრინციპი იმდენად ბევრ ცუდ კანონს ფილტრავს, რომ მარტო ეს პრინციპი რომ ბოლომდე ყოფილიყო რეალიზებული დასავლეთ სამყაროში და მე შენარჩუნებული იყო დასავლეთში და ჩვენთანაც განმოღებული იყო უამრავ რეგულაციას, პირველ რიგში ეკონომიკურ რეგულაციას ვერსად ვერ ნახავთ. არანაირი ინტელექტუალური საკუთრება არ აკმაყოფილებს კანონის უზენაესობის პრინციპს, არანაირი სხვა ტიპის პრივილეგიები, სუბსიდიები, ეკონომიკური რეგულაციები, ლიცენზიები, ეს ყველაფერი უბრალოდ კანონის უზენაესობის პრინციპთან შეუთავსებელია. ამიტომ მაგალითად ჩვენ რომ მხოლოდ კანონის უზენაესობაზე გველაპარაკა ჩვენ ქვეყანაში და მიგვეღწია კანონის უზენაესობა, ბევრი ის რასაც ჩვენ ზოგადად ისე ყვებით ხოლმე როგორც ლიბერტარიულ იდეებს, ისედაც ბუნებრივად იქნებოდა რეალიზებული. მაგრამ ეს ერთ-ერთი ასე ვთქვათ მიღწევა ამ მე-19 საუკუნის დისკუსიებში და ფაქტობრივად თანამედროვე წარმოდგენით ამ რაღაც კანონის უზენაესობის დიდი ნაბიჯი იყო ამ პერიოდში გადადგმული. ბევრ საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ბევრ საზოგადოებაში ძალიან პირობითია დასავლეთ სამყაროდან ვსაუბრობთ. რაღაც აი დაემსგავსა მაინც ადამიანის ცხოვრება კანონის უზენაესობის პირობებში ცხოვრებას. უკვე რაღაც კანონების მიღების დროს ხალხი ამაზე ფიქრობდა, ანუ ამის პრაქტიკული რეალიზაცია ხორციელდებოდა. და რაც თავარია თვითონ ამ კანონების მსჯელობაზე ლორდ ექტონის ასეთი ფრაზა არის, რომ ის არ არის რაღაც ერთ-ერთი ინსტრუმენტი ან რაღაც პოლიტიკური მიზნის მიღწევის გზა, რომ თავისუფლება არის საბოლოო დამოუკიდებელი ღირებულება. და წარმოგიდგენთ, რომ იმ პერიოდში ხდება დისკუსიები, დებატები კანონებზე, მათ შორის ისეთ გარემოში, სადაც ხალხი უბრალოდ თავისუფლების თვითონ როგორც დამოუკიდებელი ღირებულებისთვის. და მიიღება კანონები, რომლებიც ამ ღირებულებებთან თანხვედრაშია და ადამიანის ინდივიდუალური თავისუფლება ამ პერიოდში ძალიან სწრაფად იზრდება. კიდე ერთი ძალიან ასეთი მნიშვნელოვანი სრულიად სხვა სფეროდან მიღწევა, რომელიც ასევე ამ პერიოდში ყალიბდება, არის მაგალითად საფონდო ბირჟის ჩამოყალიბება, ანუ ისევ და ისევ მე-19 საუკუნეში უკვე შეიძლება ფუნქციონირებდა ეს ყველაფერი, მაგრამ ზოგადად აი ეს პერიოდი, როცა ნელ-ნელა იწყება ეკონომიკური განვითარება და ჯერ კიდევ რელიგიური ინსტიტუტები არის მყარი და რაღაც თქვა ფუნდამენტზე დგას საზოგადოება. აი ეს საფონდო ბირჟა კაპიტალისტური საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. მაგათ გაგიგიათ ალბათ რომ აი საქართველოში საფონდო ბირჟა უნდა განვითარდესო და აი რო უყურებ ამ ადამიანს რომელიც საქართველოს საფონდო ბირჟაზე ლაპარაკობენ, აი სულ მეცინება რომ ამ ხალხს არანაირი წარმოდგენა არ აქვს რა არის საფონდო ბირჟა. ანუ ვიღაცას გონია რომ რაღაც კომპიუტერებია თუ რაღაც ხალხია, რაღაც დარბაზში რომელიც ყიდულობენ აქციებს, ან რა ვიცი ოქროს ან ნავთობს და ანუ საფონდო არ იქნება რაც არის ხო ანუ რაღაც აი ფილმებში თუ გინახიათ ხალხი რომელიც ქაღალდებს ყრის 80-იანებში აი ხლა ყველაფერი კომპიუტერზე კეთდება შეიძლება დისტანციურადაც და შემდეგ მაგრამ წარმოგიდგენთ რომ აი საფონდო ბირჟაზე რომ ამბობენ რომ ჩვენ რაღაც აქციები გამოუშვათ ან რაღაცა ფასიანი ქაღალდები გამოუშვათ განავითაროთ კაპიტალის ბაზარი და რაღაც ну აკვირდება ყველაფერს ხდები რომ ამდენი არიცი არ არის საფონდო ბირჟა, იმიტომ რომ არის საფონდო ბირჟა, წამოდი როგორ ჩამოყალიბდა საფონდო ბირჟას, ну მაგალითად როგორ დაიწყო ბირჟის ამბავი ლონდონში, რაღაცა მე-17 თუ მე-18 საუკუნის ბოლოზეა საუბარი, რაღაც ამ ბარი, სადაც ხალხი ვაჭრობს, უბრალოდ მიდიან რაღაც და ბარში აფორმებენ კონტრაქტებს. და თუ ვიღაცა დაარღვევს ამ კონტრაქტს,
ამ ბარის ერთ-ერთ კედელზე ჩაიწერება ამ ცუდი ადამიანის სახელი და გვარი და მე ამ ადამიანთან სხვები არ ვაჭრობენ. ამიტომ ბევრს უღირს ამ ბარში კონტრაქტის გაფორმება, იმიტომ რომ რეპუტაციული რისკებია თუ დაარღვევა ამ ბარში გაფორმებულ კონტრაქტს, მაშინ აღმოჩნდები ამ კედელზე, მაშინ არავინ არ ივაჭრებს. და ჩათვალეთ რომ ეს ბარი თუ პაბი თუ რაც იყო, დეტალურად არ მახსოვს. იყო ადამიანი, მისი მფლობელი ამ შემთხვევაში, ხო? რომელსაც ჰქონდა ავტორიტეტი. აი ნოტარიუსსაც რაღაც ამ მსგავსი ფუნქცია აქვს ჩადებული, მაგრამ უბრალოდ სხვა ჟანრიდან არის, მაგრამ წარმოგიდგენთ რომ რა იყო საფონდო ბირჟა? ეს იყო ამ შემთხვევაში ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც საზოგადოებაში აქვს დიდი ავტორიტეტი და რომლის მეშვეობით, რომელ ავტორიტეტზე დაყრდნობით ადამიანები ვაჭრობენ უსაფრთხოდ. მაგალითად მე მივდივარ და უნდა ვივაჭრო რა ვიცი, ვინმე პეტრესთან. არ ვიცნობ ამ პეტრეს, არ ვენდობი ამ პეტრეს, მაგრამ მე ვენდობი ჩემ მეზობელ გურამს. და ჩემი გურამი არის ქალაქში ყველაზე ავტორიტეტული ადამიანი. მას ყველა ენდობა ჩემ ქალაქში. ამიტომ სიამდვილეში, აი როგორ ხდება ხოლმე ბირჟაზე ვაჭრობა, მე პირდაპირ ადამიანთან კი არ ვაჭრობ, მაგრამ მე თუ მინდა გავყიდო ნავთობი, მე ნავთობს მივყიდი ბირჟას, ბირჟა მიყიდის კონტრაგენტს, ანუ პირობითად იმ პეტრეს. გამოდის რომ მე მაქვს ბირჟასთან ურთიერთობა და ბირჟას აქვს პეტრესთან ურთიერთობა. მე და პეტრეს პირდაპირ ურთიერთობა არ გვაქვს, შუამავალი ამ შემთხვევაში ბირჟა. მე ვენდობი ბირჟას, პეტრე ენდობა ბირჟას, ყველაფერი მუშაობს. ანუ სიამდვილეში ბირჟა რო გაჩნდეს, ერთ-ერთი საკვანძო ამბავია, რომ არსებობდეს საზოგადოებაში ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელის ავტორიტეტი იმდენად დიდია ჩვენ საზოგადოებაში, რომ არავის მოუნდება ამ ადამიანის გადაგდება. იმიტომ რომ მე თუ ლონდონის ბირჟაზე გავედი და გადავაგდებ ლონდონის ბირჟა, საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდები მთელ ფინანსურ სამყაროში, არა მარტო ლონდონში, მთელ ფინანსურ სამყაროში. ანუ იმ ხალხს იმხელა ავტორიტეტი გაეშნია, რომ მათი გადაგდება იქნება ყოველად დაუშვებელი, ანუ უზამაზრად თვით ლიკვიდაციას გავაკეთებ ფაქტობრივად ფინანსურ სამყაროში. ესე იგი, პირველი ჩვენ რომ საფონდო ბირჟა ჩამოყალიბეთ ჩვენთან, საჭიროა რომ იყოს ასეთი ადამიანები. და ის რომ ასეთი ბირჟა ჩამოყალიბდა ლონდონში და მოგვიანებით სხვა ევროპულ ქალაქში და ზოგადად რომ საფონდო ბირჟა ზოგადად განვითარებულია დასავლეთში, უმეტესად დასავლურ სამყაროში, იაპონიის ამ კუთხით დასავლურ სამყაროს ნაწილი. და არის განვითარებული რუსეთში მაგალითად, ან საერთოდ არ არსებობს საქართველოში. ამის მიზეზი არის ის, რომ დასავლურ სამყაროში ჩამოყალიბდა რაღაც ეტაპზე ისეთი გარემოებები, რომ საზოგადოებაში გაჩნდნენ მაღალი ავტორიტეტის მქონე ადამიანები. და ეს ადამიანები მათ შორის იყვნენ ვაჭრობაში. ანუ ჩვენ რო ვაჭრებს დავსდებ და ვაჭარი რო ცუდი სიტყვა გონია, წარმოიდგინეთ რომ ბირჟა შეუძლებელია თუ ვაჭარს არ აქვს მაღალი ავტორიტეტი და საუკეთესო ვაჭარი, ყველაზე ავტორიტეტული ვაჭარი იქნება, იმას გაუჩნდება შანსი შექმნას ბირჟა. მაგრამ ეს არის საკმარისი. ჩვენ შეიძლება გვიყვარდეს ვაჭრობა, ჩვენ შეიძლება პატივსცემდეთ ვაჭრებს, მაგრამ და მათ შორის იყოს ვიღაც ძალიან დიდი ავტორიტეტის მქონე, მაგრამ ეს არის საკმარისი. გარდა ამისა, ხო შეიძლება რომ მართლა ვიღაცა მაინც გადააგდოს ბირჟა. ხო შეიძლება რაღაც დავა მოხდეს. ამიტომ გჭირდება სასამართლო. ანუ საზოგადოებაში უნდა იყოს რაღაც ტიპის სანდო სასამართლო, რომ მე თუ ვიცი რომ რაღაც დავა მექნება ბირჟასთან, ან თუნ ბირჟა მიცის რომ ვიღაცასთან ექნება დავა, ეს გადაწყდება სამართლიანად. თუ სამართლიანი სასამართლო საზოგადოებაში არ არსებობს, ან ამის იმედი არ არსებობს, არანაირი ბირჟა იქ არ გაჩნდება, იმიტომ რომ მაშინ გაიზრდება რადიკალური რისკი, რომ ვიღაცას გადააგდებს და სანდოობა არ ჩამოყალიბდება. გარდა ამისა, ზოგადად საკუთრების უფლება უნდა იყოს დაცული საზოგადოებაში, რომ ზოგადად ვაჭრობა შეუძლებელია საკუთრების უფლება თუ დაცული არის. როგორ გავიდე ბირჟაზე, როგორ გავყიდო მაგალითად ნავთობი, ან რომელიღაც კომპანიის აქციები, აი კიდევ უკეთ მაგალითად ავიღოთ რაღაც კომპანია და გამოვუშვი აქციები და მინდა გავყიდო. გამყიდველმას და მყიდულმას ხო ნაღდად უნდა იცოდნენ, რომ საკუთრება დაცულია, რომ არავინ არ წამართოს ამ კომპანიას, რომ ამ აქციებს, რა ვიცი, უსამართლოდ არ გადააფორმებს სხვა ადამიანს და ასე შემდეგ. ანუ საზოგადოებაში საკუთრების უფლება უნდა იყოს დაცული, რომ ზოგადად ვაჭრობა გახდეს მონგებიანი და შესაძლებელი და თუ ჩვენ ვსაუბრობთ ბირჟაზე, ეს არის ძალიან დიდი მასშტაბის
ვაჭრობა და ძალიან ხშირი, სადაც ადამიანები არც კი ფიქრობენ იმაზე, რომ რაღაც კონტრაქტები აფორმებენ. ანუ თვითონ ბირჟას სტრუქტურა ისე აწყობილი, რომ ბირჟასთან კონტრაქტები ფორმდება და ამიტომ და არა ერთმანეთ კონტრაგენტებში და საბოლოო ჯამში იგულისხმება, რომ ეს გრადია სისტემა მაშინ, როცა საკუთრების უფლება გაქვს დაცული. ხო და წარმოიდგინეთ, რომ ბირჟების გაჩენა, ბუნებრივი გაჩენა არის შედეგი იმისა, რომ დასავლურ სამყაროში ერთდროულად ჩამოყალიბდა ხალხი, რომელსაც აქვს მაღალი ავტორიტეტი, მათ შორის ვაჭრობაში, სამართლიანი სასამართლო და კერძო საკუთრების დაცულობა. თუ ეს სამი ამბავი ჩამოყალიბებულია, მაშინ შეიძლება გაჩნდეს ბირჟაც. და ყველა იმ საზოგადოებაში, სადაც ასე თუ ისე ეს პირობა შესრულებული იყო, ამა თუ იმ ფორმით გაჩნდა ბირჟა. სადღაც უფრო წარმატებულად, მაგალითად, ვიცი, ინგლისში და ამერიკაში, სადაც ნაკლებად წარმატებულად, მაგრამ მაინც. ხო და ამიტომ მაგალითად, რაც თანამედროვე კაპიტალისტური სისტემისთვის ძალიან ბუნებრივი ინსტიტუცია ბირჟა, რომელიც ამის დრო ახლა ნამდვილად არის, მაგრამ ანუ ცალკე ალბათ ამაზე ვილაპარაკეთ მომავალში, არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ბევრი კომპანიისთვის, ფულის მოზიდვის კუთხით, რისკების დაზღვევის კუთხით, ინვესტიციის კუთხით, ანუ და აი ეს რაღაც უნიშნელოვანესი ინსტიტუტი დასავლური საზოგადოების და კაპიტალიზმის ჩამოყალიბდა ზუსტად ამ რაღაც პერიოდში, როცა ერთი მხრივ რელიგიური ბორკლები მოიხსნა, რაში გამოიხადა, მაგალითად, ვაჭარი რო ცუდი ტიპია, ეს ჩვენს ეხა თავში რო ბევრ ქართულს აქვს, ეს არის რაღაც სპეციფიკური ქართული. ეს არის ჩვენ რო ჩამოვჭით რაღაც ნაწილში დასავლურ საზოგადოებაში, თორე ევროპაშიც იგივე იყო, იმიტომ რომ ვაჭრებს შორის ბევრი ებრაელი იყო და უკვე მოყოლი მაქვს, რომ ებრაელების მიერ დევნა ძალიან ბუნებრივი ამბავი იყო, ამიტომ ვაჭარი მათ შორის ცუდ რაღაცას ნიშნავდა. ჯერ სულ რამდენიმე საუკუნით ჩამოვჭით ამ ნაწილში, მაგრამ ჯერ კიდევ რაღაც შეიძლება 200 წლის წინ ბევრ შემთხვევაში შეიძლება ევროპაშიც გვენახათ, რომ აი ვაჭარი ცუდი ადამიანია და 400-500 წლის წინ ძალიან ბევრ ადამიანს ეს ვიპოვიდით და აი ეს ბორკლები მოიხსნა, ანუ ეს ეკლესიის მხრიდან მიუღებლობა პროცენტის, მიუღებლობა ვაჭრობის, მიუღებლობა მოგების, რომელიც სიბნელის შედეგია შინაარსული, ანუ რომ ეკონომიკა არიცი, ანუ უბრალოდ არიცი ეკონომიკა. ვეხვდები რომ მოგება კარგია, ვიცი, პროცენტი ბუნებრივია და სწორია, როცა ვალს გასცენ და პროცენტს იღებ. აი ეს რაღაცები თუ არიცი და როცა ეკონომიკა, ასე ვთქვათ, მეცნიერება და რელიგია გაიყო ერთმანეთს, ღვთელმსახურებმა უბრალოდ არ იცოდნენ, არ ისწავლეს ეს, ვერ გაიგეს და ძალიან პრიმიტიული ინტერპრეტაციით, რომელიც წმინდა წერილს მოყვა, აკრძალეს მოგება პროცენტი. იგივე ხდება ისლამში. ისლამი ამ კუთხით ქრისტიანობას რაღაცეთი 200-300 წლით ჩამორჩება ალბათ მეტი თუ არა. და ჩვენც როგორც საზოგადოებაში იმდენად ჩვენ მიუღებლობა აქვს ვაჭრების, იმის რა ქვია, მევახშეების და ასე შემდეგ. ზუსტად იგივე გზას ვიმეორებთ, რაც ევროპაში ხდებოდა თაობების წინ, ჩამორჩებით ამ კუთხით განვითარებაში, მაგრამ იქ როცა ეკლესიამ ასე ვთქვათ, არის ნეგატიური შეფასებები ან შეარბილა, როგორც პროცენტის შემთხვევაში იყო, ან ფაქტობრივად გააუქმა, როგორც ვაჭრობის შემთხვევაში იყო და ზოგადად ეკლესიის ავტორიტეტი ამ ნაწილში შესუსტდა, მაშინ ეს ვაჭრობა და საბანკო საქმე ძალიან განვითარდა. და ამიტომ ჩამოყალიბდა ის ინსტიტუტები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო დასავლეთისთვის. არანაკლები მნიშვნელოვანი იყო, მაგალითად, თავისუფალი ვაჭრობის იდეა. როცა ფაქტობრივად მე-19 საუკუნის დასაწყისში ეკონომისტებმა, ისინი არ იყვნენ პროფესიას ეკონომისტები არ არსებობდა, მაგრამ ჩამოყალიბდა ეკონომიკური დასაბუთება, რომ თავისუფალი ვაჭრობა ყოველთვის და ყველგან მონგებიანია. ზოგადად ვაჭრობა მონგებიანია, ეს რაღაც აქსიომაა, ვაჭრობის არსი მდგომარეობაში ორი მხარე იგებს ვაჭრობისგან, იმიტომ რომ თუ ვაჭრობა ხო ნებაყოფლობითი აქტია, ამიტომ მე თუ ვიღაცასთან ვაჭრობ, მე მხოლოდ მაშინ განვახორციელებ ამას, თუ მე მგონია, რომ ეს ჩემთვის მონგებიანია და მეორე მხარე მიიჩნევს, რომ მისთვის მონგებიანია. ორივე მხარე უნდა თანხმდებოდეთ, რომ ჩვენთვის ეს მონგებიანია, თორე ამ შემთხვევაში ვაჭრობის აქტი არ შედგება. და ამიტომ გარიგების მომენტში ვაჭრობა ყოველთვის მონგებიანია ორივე მხარესთვის. მაგრამ ეხლა შეიძლება მე რო გავიდეს და ვინანოთ, რომ რატომ გავყიდი ან რატომ ვიყიდეო ეს, მაგრამ ეს სხვა ამბავია. ასე, რავი, შეიძლება ქორწინების დროსაც რაღაც გიყვარს მე ითქვა, რომ ინანო და გაშორდეს ადამიანი, რაღაც შეიძლება
რაღაც სტუდენტობის დროს მეგობრები ყავდეს და მე თქვა რომ ამასთან რა მქონდა როგორ შეიძლება საერთოდ მქონოდაო. ანუ ეს ძალიან ბუნებრივი ადამიანური ამბავი რომ შეიძლება შეცდომები დაუშვათ, მაგრამ ზოგადად ვაჭრობის განმარტებით ის ორმხრივად მომგებიანია. და ორივე მხარე რო იგებს ამისგან, ეს ვცდილდება როგორც ადამიანზე კონკრეტულზე, არამედ ასევე ადამიანთა ჯგუფებზე. ამიტომ თუ ქვეყნები ერთმანეთში ვაჭრობენ, ეს ორივე ქვეყნის არის მომგებიანი. ისე და ისე მე ხა ამ ეკონომიკურ თეორიის უბრალოდ ჩამოვაყალიბებ. მეგობრებო, ვამბობ რომ ის რომ თავისუფალი ვაჭრობა ორივე მხარეს არის მომგებიანი, არის აბსოლუტურად აი როგორც კინაბეტონივით არის, აი ვერაფერს ვერ უშვებ. და ეს არგუმენტები 19 საუკუნეში ისე ჩამოყალიბდა, რომ მე იმის შემდეგ ვერც ერთი კონტრარგუმენტი ვერ ჩამოყალიბეს იმ სულელებმა თუ გაუნათლებლებმა თუ ასე ვთქვათ ბოროტი განზრახვის მქონე ადამიანებმა რომლებიც თავისუფალ ვაჭრობას ებრძვიან, იმიტომ რომ თავარი დისკუსიები მათ შორის პურის კაუნები ერქვა თუ არ მეშლება ინგლისში როცა ხორბლის იმპორტი იზღუდებოდა და თავარი დისკუსიები განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთში მაგ პერიოდში ჩატარდა და ფაქტობრივად იდეამ რომ თავისუფალი ვაჭრობა კარგია, მაშინ გაიმარჯვა. მე რა თქმა უნდა პოლიტიკოსებმა ამასაც დედაუტირეს და აგერ დღემდე ტარიფებს რა ტრამპი რაღაცას ამბობს და მაგრამ საბოლოო ჯამში ეკონომიკურ თეორიაში საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა რომ თავისუფალი ვაჭრობა მომგებიანია. მიუხედავად ყველაფრისა ეს ის თემაა რომ აი ადამიანი რომ გამოდის და ტარიფებს რო იცავს, ხვდები რომ ეს სრული უვიცია, აი ხვდები რომ არაფერი არ ესმის, აი საბაზისო ეკონომიკური ცოდნაც კი არ გააჩნია ადამიანს, რომელსაც გონია რომ ტარიფების დაწესებით რაღაც ქვეყანა მდიდრდება, მაგრამ ვინაიდან მოსახლეობის უდიდეს ნაწილს საბაზისო ეკონომიკური ცოდნა არ გააჩნია, ეს ძალიან გავრცელებული სტერეოტიპია და ადამიანს რო კითხო რომ აი ადგილობრივი წარმოება უნდა დავისვათ, აწარმოეს საქართველოში, იყიდე ქართული და ბლა 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 ბლა, ადამიანს გონია რომ ეს სწორია და არადა ჩვეულებრივი ხალხის დაბეგვრის ინსტრუმენტია და ხალხის უცოდინრობაზე თამაშობენ პოლიტიკოსები. თუმცა ჩვენ ამას მოგვიანებით დაუბრუნდებით, რომ ეს ის თემა, რომელიც მართლა უნდა იყოს ძალიან დეტალურად გარჩეული, მაგრამ აი ეს თავისუფალი ვაჭრობის იდეა რომ მე გავრცელდება მთელ სამყაროში, მათ შორის ინგლისის დამსახურებით, ის რომ დღემდე ქვეყნები მიისწრაფიან თავისუფალი ვაჭრობისკენ, აი ხო გვინდა ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა, უბრალოდ გვაქვს, მაგრამ არასრულფასოვანი და აი ფლატ სრულფასოვანი რო კონდეს მაგრა გაასწორებ და ხო გვინდა რომ ამერიკასთან კონდეს თავისუფალი ვაჭრობა, ხო გვიხარია თავისუფალი ვაჭრობა. აი ეს რომ ეხლა ხდება აი იმ პერიოდის 19 საუკუნის დამსახურება, სადაც მათ შორის ინგლისის პარლამენტში ამ იდეამ გაიმარჯვა ოდესღაც, ინგლისურ საზოგადოებაში გაიმარჯვა და ამ პერიოდში ადამიანები რაღაც სხვა ლოგიკურ სხვანაირი მაინდსეტი, ანუ სხვანაირი სოფხედლობით უყურებდნენ ამ სიტუაციას. ერთი მხრივ მორალური ფუნდამენტი იყო ძლიერი და მეორე მხრივ უკვე ცოდნა დაგროვდა მათემატიკაში, სტატისტიკაში, ეკონომიკაში და ხალხი ხედავდა უკეთეს ალტერნატივებს. მაგალითისთვის განვითარდა მათ შორის სტატისტიკის განვითარების შედეგად ფუნდამენტი ჩაეყარა სადაზღვევო ბიზნესს და ამ პერიოდში ძალიან სწრაფად ვითარდება, ну პირობითად, მაგრამ ადრე სტატისტიკა რო არ იყო განვითარებული, ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებდნენ რისკების შეფასებაში. და აი თავისუფალი ვაჭრობის მაგალითიც ძალიან ისეთია შთამბეჭდავი, რომ თუ იცით ან როცა ამას დაუბრუნდებით, მიხვდებით რომ ფაქტურად 19 საუკუნეში აი ეს რომ გარდატეხა მოხდა ადამიანების ტვინებში ვაჭრობის მიმართ, ამან ძალიან დიდი ეფექტი იქონია და ადრე პირიქით იყო, იმიტომ რომ ვაჭრობის დაბეგვრა ყველაზე პრიმიტიული და მარტივია. საზღვარზე დააყენე ჯარისკაცი, რამე თვირთი მოდის, წართვი ფული. ანუ ყაჩაღობის ყველაზე პრიმიტიული არქაული მეთოდია. ყაჩაღები ზოგადად ასე მუშაობდნენ, ხო, რაღაც ჩასაფრებული ხარ, მოდის, გაძარცვავ რაღაც ვაჭარს და გაგძლე ცხოვრება. და ფაქტობრივად აი ამ პრიმიტიული ყაჩაღობიდან ტრანსფორმირდა იმაში, რასაც ჩვენ ვეძახით ტარიფებს და ვაჭრობის შეზღუდვას. ამიტომ ეს ძალიან პრიმიტიული, არქაული მეთოდი იყო ხალხის ძარცვის, მაგრამ რა თქმა უნდა, რადგან ის იყო გამართლებული რაღაც სხვა არგუმენტებით, 19 საუკუნეში უკვე დაგროვდა საკმარისი კონტრარგუმენტი, იმდენად მყარი კონტრარგუმენტები, რომ დღემდე ვერაფერ ვერ მოიგონა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სრული აი ტრამპის ჩათვლით, რომ რაღაც დაამტკიცოს და ეს სასაცილომდე არაადეკვატური არის ხოლმე ხალხი, ვინც ტარიფებს იცავს. მაგრამ ნუ ვინაიდან ხალხი უმეტესწილად ამ ნაწილში გაუნათლებელია, მათთვის ეს სასაცილო შეიძლება არ იყოს და დაეჯერონ კიდეც, ნუ ამას ვერაფერს ვერ უზამ, ეხლა ადამიანი რაღაც რო არ იცის, მისი მოტყუება მარტივია. კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც ამ
ამ პერიოდს მოყვა და ამას მე უკვე შემდეგ ლაივში ვილაპარაკე, მაგრამ ეს იყო მყარი ფული. იმიტომ რომ როგორ გითხრათ, ისტორიულად, რა თქმა უნდა, ფულის ფუნქციას, მიუხედავად რომ ბევრი სხვა რაღაც ასრულებდა ფულის ფუნქციას, ფულის ფუნქციას უმეტესად ასრულებდა ოქრო ან ვერცხლი. მაგრამ ყველა მეფე მთელი კაცობრიობის ისტორია მიდრეკილი იყო იმისთვის, რომ ეს ფული გაეფუჭებინა. მაგალითად, ვერცხლის მონეტა ჩაენაცვლებინა სპილენძის მონეტით. ან რა ვიცი, ოქროს შემადგენლობა რაღაც გაერია სპილენძში და თქვა, რომ ეს რაღაც უარესი ოქროს მონეტა გამოეყენებინა, სადაც ოქრო ან ცოტა იქნებოდა, ან საერთოდ შეიძლება არც ყოფილიყო. და ყოველ ჯერზე ეს ცუდად თავდებოდა. ფაქტობრივად, რომის იმპერიის დანგრევის ისტორია არის ფულის გაფუჭების ისტორია. ანუ ინფლაციით, რაც ამას მოყვება, ანუ თქვა მაგალითად შენ რო ამბობ, რომ ვთქვათ 5 გრამია მონეტაში ოქრო ვერცხლის და შენ გამოვუში სპილენძის მონეტა, თქვა რომ აი 5 გრამიანი სპილენძის მონეტა იგივე არისო, რაც 5 გრამიანი ვერცხლიო, აი ხა ადამიანს ხო ვერ მოვატყუება, ამიტომ გასაგებია რომ სპილენძის მონეტაში გამოხატული ფასი უფრო მაღალი იქნება. დაახლოებით იმ პროპორციით, რაც ვერცხლი და სპილენძი ურთიერთ რაღაც ფასი აქვს. ამიტომ საბოლოო ჯამში ამ გაფუჭებული ფულის გაფუჭების შედეგად ფასები იზრდებოდა, ფაქტობრივად ხდებოდა ხალხის ძარცვა. ამაზე პირველ სეზონში მაქვს ძალიან დეტალურად მოყოლილი და რაღაც ეტაპზე დაუბრუნდები, იმიტომ რომ სხვა საკითხი მაქვს გასარჩევი, მათ შორის ბიტკოინის და თანამედროვე იდეები. მაგრამ საბოლოო ჯამში ფულის გაფუჭება იყო აი ნაციონალური სპორტი ყველა ქვეყანაში, ანუ ყველა მეფე ცდილობდა ფული გაეფუჭებინა. რატომ? იმიტომ რომ მეფეა რა, რაღაც ამბიციები აქვს, ეგო აქვს, რაღაც ომი უნდა დაიწყოს, რაღაც ძეგლი დადგას, პირამიდები ააშენოს, რაღაც ასეთი და ფული რა თქმა უნდა არ ყოფნის. რა უნდა ქნას? ხალხი გადაცვოს. ხო და არსებობს პირდაპირ ძარცვის მეთოდები, როცა უბრალოდ ხალხს ართმევ ფულს და ხალხი ბრაზდება ხოლმე და არის ფარული ძარცვის მეთოდები და ფულის ბეჭდვა და წარსულში ამას აკეთებდნენ ფულის გაფუჭებით. იყო ფარული გაძარცვა, ანუ შედარებით ფარული ძარცვა. პირდაპირ ფულს კი არ ართმევდი, უბრალოდ ოქროს ნაცვლად აძლევდი ვერცხლს, ან ვერცხლის ნაცვლად აძლევდი სპილენძს. და ადამიანი კი ხვდებოდა, რომ რაღაცნაირად უსამართლოდ მოეპყრო მართველი, მაგრამ აი ფული წამართვა ვერ იტყოდი, უბრალოდ ცოტა მომცაო, ან ცუდი ფული მომცა, მაგრამ მაინც ძარცვა იყო შინაარსობრივად ეს ყველაფერი. ხო და ვიდრე ეს მაინც უფრო ფარული ძარცვა იყო და ისეთი მტკივნეული არ იყო როგორც პირდაპირ ფულის წართმევა, აიტო თითქმის ყველა მეფე ამას ადრეთუგიან მიმართავდა და ფაქტობრივად ყველა ფულის ისტორია არის ფულის გაფუჭების ისტორია. მაგრამ განსაკუთრებით მე-19 საუკუნის რაღაც მეორე ნახევრამდე ჩვენ ხედავთ აი წარმოუდგენელ, რა ვთქვათ, განვითარებას ამ იდეის, რომ ფულის მიმართ პატივისცემის. მაგალითად, ინგლისში რამდენიმე ცდელობა იყო ცენტრალური ბანკის შექმნის. მე რომ ვკითხულობდი დებატებს ცენტრალურ ბანკზე ინგლისის პარლამენტში, რომელიც მე-18 საუკუნის ბოლოს დაიწყო და მე-19 საუკუნეში დასრულდა, უბრალოდ აი ვერ წარმოგიდგენთ რა დონის დებატები იყო. მე მგონი ჩვენ პარლამენტს კიდე დიდი ხანი დაჭირდება, რომ ასეთი ტიპის დებატები საერთოდ გაიმართოს. ანუ იმ მე-19 საუკუნის ინგლისის პარლამენტარებს ბევრად მეტი ცოდნა ჰქონდათ ფულზე, საბანკო სისტემაზე, ინფლაციაზე. მათ შორის იმ ხალხს, ვინც ჩემი გადაწყვეტილება არასდროს პოზიციას იცავდა. ვიდრე პარლამენტარების უმრავლესობას ჩვენ პარლამენტში. და იქ მიდიოდა მრავალწლიანი რამდენიმე თაობა იყო ჩართული დებატებში და საბოლოო ჯამში სწორი ხალხი ჩემი აზრით, ვინც ყარფულს უჭერდა მხარს, ვინცაც არ უნდა ცენტრალური ბანკის შექმნა დამარცხდნენ. ეს არ იყო რაღაც ერთჯერადი პროცესი. იმიტომ ცენტრალური ბანკი ხან იქმნებოდა, ხან ქრებოდა, ხან ფულის ოქროს სტანდარტი ბრუნდებოდა, ხან უქმდებოდა. მაგრამ რომ დააკვირდეთ იმ დროინდელ ასე ვთქვათ, საზოგადოებრივ აზრს, ანუ რა იწერებოდა გაზეთებში, რაზე ლაპარაკობდნენ პოლიტიკოსები, დაინახათ, რომ ადამიანებში გამჯდარია საბოლოო ჯამში, რომ ოქროთი გამყარებული ფული, მყარი ფული არის სწორი. და რაც არ უნდა იყოს უსინდისო პოლიტიკოსებს ბევრი ტყუილის გამოყენება, ტყუილი ჭირდებოდათ იმისთვის, რომ ხალხისთვის რაღაცა შეეტენათ ქაღალდის ფული. შეეტენათ რაღაც ოქროთი, ასე ვთქვათ, ოქროს გამყარების წილის შემცირება და ასე შემდეგ და ძალიან ხშირად ძალიან ცუდად თავდებოდა ეს ყველაფერი. მაგალითად, ერთ-ერთ შტატში, ამერიკაში სხვა და ბევრი ემიტენტი იყო სხვა ფულის, მაგრამ ფულის საბოლოო ჯამში ოქროს და ვერცხლის
ოქროს ანუ უშუალოდ ვესლით იყო გამყარებული და მეინში შტატში ერთხელ გუბერნატორმა თქვა რომ ესე იგიო ჩვენთანო ქაღალდის დოლარები იქნებაო მეგონი მე-19 საუკუნეზე საუბარი და ეს იგივე იქნებაო რაც იმ ვესლით გამყარებული დოლარიო და მენის მთავრობა გაკოტრდა იმიტომ რომ ხალხი გადასახადებს იხდიდა ქაღალდის ფულით ხოლო თვითონ ითხოვდა ნამდვილ ფულს ანუ ვერცხლს და დოლარს ოქროს და საბოლოო ჯამში მთავრობა რო გაკვდა ვისაც შეეძლო საერთოდ გაქონდა ბიზნესი ვაჭრობდა მეზობელ შტატებში ისე რომ იქ ოქრო ან ვერცხლი მიიღო და არ ყოფილიყო შეძლებული ადგილობრივი რეგულაციები და მთავრობა გაკოტრდა მთელი რეგიონი მთელ შტატს დედაეტირა ძალიან სწრაფად და ეს ამბავიც გაუქმდა ანუ ზოგადად მთავრობების მოტივი ხალხი გაძარცვოდა არსად არ ქრებოდა მაგრამ ეს ის პერიოდია სადაც ოქროს აი ფული მყარი ფული რომელიც ნაღდ გამყარებულია ოქროთი ან ვერცხლით ძალიან მკაფიოდ გაჩნდა ადამიანების თავში და მიუხედავად იმისა რომ ვითარდებოდა საფონდო ბირჟა ქაღალდის ფული სულ უფრო და უფრო გავრცელებული იყო ბრუნვა შედიოდა და ასე შემდეგ საბოლოო ჯამში მყარი ფული რო ფული მათ შორის ქაღალდის ფული ოქროთი გამყარებული იმდენად მყარად გაჩნდა ადამიანებს თვითონ დღემდე ვიღაცებს გონია რომ ის არის ოქროთი გამყარებული უკვე დიდი ხანია 1971 წლიდან არანაირი ფული, არანაირი ოქროთი არ არის გამყარებული. და 1971 წელს ფორმალურად ეს კიდე იყო დოლარი იყო გამყარებული ოქროთი. არც ის იყო უკვე ოქროთი გამყარებული სიამდვილეში, იმიტომ რომ 33 წელს მოიხსნა რეალურად ოქროთი გამყარება, მაგრამ ნუ ნომინალურად ფორმალურად გაგებით მაინც იყო გამყარებული. მაგრამ დღემდე ზოგ ადამიანს ჯერა რომ ფული ოქროთია გამყარებული. ხვდებით? აი ეს არის ფაქტობრივად მე-19 საუკუნის დამსახურება, რომ ეს იდეა აი ისე გაჩნდა ადამიანის ტვინში, რომ უკვე საუკუნეა ეს ასე არის ფაქტობრივად და ადამიანს კიდე ამით ჯერა. ხვდებით, აი რამხელა აი ცვლილება მოხდა. მაგრამ ხო, და თავარი რაზეც ერთ რაღაც მაგალითს მოვიყვანთ, მაგალითის ამ მე-19 საუკუნეში საბაკო სისტემა შეიცვლება. და ეს არ იქნება კარგი ცვლილება, ჩამოყალიბდება თანამედროვე საბაკო სისტემა, რომელიც ძალიან, როგორ გითხრათ, არასწორია, ყველა გაგებით, ეკონომიკურად თუ მორალურ თვალსაზრისით. მაგრამ სანამ ეს თანამედროვე საბაკო სისტემა ჩამოყალიბდება, მოქმედებს კლასიკური საბაკო სისტემა, სადაც ბანკები, ასე ვთქვათ, არის ასეთი დაწესებულება, სადაც ინახავენ ფულს. სადაც ადამიანს მიაქვს თავისი ოქრო და ბანკს იქით უხდის ფულს, რომ ეს იქ ოქრო შეუნახოს. და ბანკირი არის როგორც წესი საზოგადოებაში, ან როგორც მინიმუმ ქალაქში ყველაზე ავტორიტეტული ადამიანი, იმიტომ რომ მთელ ქალაქს, ზოგ შემთხვევაში შეიძლება რეგიონს, ამ ადამიანს ისე ენდობა, რომ მთელ ქალაქს მიაქვს მასთან ოქრო და ამ ოქროს იქ ინახავს. ამსტერდამის ბანკი იყო ბოლო ბანკი, რომელიც ეს კლასიკური საბაკო სისტემით მუშაობდა და ის რო გაკოტრდა და სასავების რო გახსნეს, რო გაიყიდათ იქ რაც ინახებოდა, აღმოაჩინეს მონეტები, რომელსაც კვამლის კვალი ჰქონდა და გაუკვირდა საიდან კვამლის კვალი და მე რო გადა არქივები ამოწიეს, რაღაც მე-17 საუკუნეში ხანძარი ყოფილა. და აი ოდესღაც ვიღაცამ რომ ამსტერდამის ბანკში მე-17 საუკუნეში რაღაც მონეტა მიიტანა და ინახავდა ამსტერდამის ბანკი პატიოსნად ინახავდა იმას თითქმის 2 საუკუნე ნახევარი. ანუ ეს იყო ხალხი, რომელიც თავის სიტყვას ასრულებდა. ბანკირს ეხლა რო ეუბნებით ბანკირიო, ეს რაღაც ისეთი ხშირ შემთხვევაში არც ისე კარგი დამახასიათებელია. ნორმალურ საზოგადოებაში, კლასიკურ საბაკო სისტემაში ბანკირი იყო ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე ადამიანი საზოგადოებაში, უბრალოდ იმიტომ რომ მთელი ქალაქი ინახავდა მასთან ოქროს. ხვდებით რამხელა ეხლა წამოვიდნოთ ეხლა ვინაიდან ეს წინა სეზონში მქონდა მოყოლი ამას არ გავიმეორებ მთლელი ამ ისტორიას ჩამოყალიბების, მაგრამ უბრალოდ წარმოვიდგეთ რამხელა განსხვავება იმ საზოგადოებასა და დღევანდელ საზოგადოებას შორის. აი წარმოვიდგეთ რომ ჩვენ ქვეყანაში იყოს ვიღაც, ვინც ყველაზე ავტორიტეტული ადამიანია, ვინც აი ყველა მივიჩნევთ რომ ეტალონია კეთილსინდისიერების, პატიოსნების, რა ვიცი, მისი სიტყვა ნათქვამია, არავინ შეიძლება აზად არ მოვიდეს, წერილობითი კონტაქტი მოთხოვს, იმიტომ რომ სიტყვა იმდენად ღირებულია, რომ ყველა ენდობა. წმინდა ასეთი ადამიანი რო არსებობს ჩვენ ქალაქში და იმდენად ავტორიტეტულია, რომ მას დიდი საცავი აქვს და ჩვენ მივაქვს ჩვენი სამკაულები, ოქროს ზოდები და ვინახავთ ამ ადამიანთან. და ამ ადამიანის პროფესია არის ბანკირი.
აი ხო ხვდებით, დღეს ხო ასეთ ადამიანს ბანკის არ დაუძახებთ. დღეს რო ბანკირი არისო, ხო რაღაც აი ბევრ ადამიანის თავში ხო რაღაც ცუდი იდეები ჩნდება. ხო და აი ეს განსხვავება დაახლოებით აღწერს, რომ განსხვავდება დღევანდელი თანამედროვე საზოგადოება იმ საზოგადოებისგან, რომელმაც ჩაუყარა ფუნდამენტი ინდუსტრიულ რევოლუციას. და ამით მინდა დღეს დავასრულო, რომ სინამდვილეში ამ ყველაფერმა რო ჩამოყალიბდა სასამართლო სისტემის რაღაც ცივილიზებული ფორმები, დაცული გახდა კერძო საკუთრება, გაიზარდა სიტყვის თავისუფლება, მოიხსნა რაღაც ბორკილები კონსერვატული რელიგიისგან, თან რელიგიური ფუნდამენტი, მორალური, სადაც პატიოსნება ფასდება, ჯერ კიდევ შენარჩუნებულია სკოლის დონეზე, უნივერსიტეტის დონეზე, სადაც ტექნოლოგიური განვითარება არ აქვს რაღაც ბერკეტები და ხილ რეგულაციები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამ გარემომ საბოლოოში კანონის უზენაესობის რაღაც ელემენტები ვითარდება. აი ამ გარემომ განაპირობა ის, რომ მოხდა ინდუსტრიული რევოლუცია, ანუ რადიკალურად სულ რამდენიმე თაობაში კაცობრიობა ძალიან დღევანდელი ტანდით უკიდურეს სიღარიბიდან წარმოუდგენელ პროგრესს მიაღწია. და ისე სწრაფად განვითარდა, რომ მე-19 საუკუნის ბოლო და მე-19 საუკუნის დასაწყისი სრულიად განსხვავებული სამყაროები. მე-19 საუკუნის დასაწყისი ცხენები და რაღაც ნაპოლეონი და რაღაცა და მე-19 საუკუნის ბოლოში თვითონავი დაფრინავენ, მანქანები დადიან, მატარებლები, რაღაც ინდუსტრია, ქარხნები და მთელი ამბავი ხდება. აი უბრალოდ სულ სხვა რეალობა, ფიზიკა რაღაცა რევოლუციას ახდენს, ფაქტობრივად კვანტური ფიზიკა და ფარდობითობის თეორია, ყველაფერი ამის ფუნდამენტი მე-19 საუკუნეში ჩაიყრება და იქ დადგმული ექსპერიმენტები განაპირობებს მერე აინშტაინის იქნება ეს ბორის რაღაც მიღწევებს, დარვინის თეორია, რომელიც ასევე რაღაც ბუნებრივია თავისით ვაკუუმში არ გაჩნდა, მაგრამ მე-19 საუკუნეში ხდება ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში ამან აი რადიკალურად შეცვლის მთელ სამყაროს, მაგრამ იგივე მე-19 საუკუნეში ჩაიყრება ფუნდამენტი ყველა იმ ბოროტების, რომელსაც მე-20 საუკუნეში დავიწყებ. დაწყებული ნარკოპოლიტიკით. დაწყებული ნარკოპოლიტიკით, დამთავრებული საბაკო რეგულაციებით, გადასახადებით, საშემოსავლო გადასახადებით, საპენსიო სისტემით, საბაკო სისტემა, რომელიც გარყმის ყველაფერს და ყველას. ნარკოპოლიტიკის რაღაც რეგულაციები. ყველა ეს ბოროტი იდეა, რომელიც დღეს ფაქტობრივად მთელი კაცობრიობისთვის უზარმაზარ პრობლემას წარმოადგენს, მე-19 საუკუნეში გაჩნდებოდა რატომ? იმიტომ რომ ინდუსტრიული რევოლუციამ ერთი რამე გააჩინა. შური. ხალხი სანამ ყველა ასე თუ ისე თანაბრად სიღატაკეში ცხოვრობდა, ასე თუ ისე პასიურად ემორჩილებოდნენ თავის მეფეებს. მაგრამ როცა ეკონომიკა ძალიან სწრაფად გაიზარდა, როცა ვიღაც ადამიანებმა, ყველაზე ჭკვიანმა, ყველაზე აქტიურმა, ყველაზე რისკის მოყვარე ადამიანმა ძალიან სწრაფად გამდიდრდა. და თან ისე გამდიდრდა, რომ სხვებიც გაამდიდრეს, იმიტომ რომ ღარიბი მუშები მე-19 საუკუნეში ბევრად დიდრები იყვნენ, ვიდრე სოფელში მცხოვრე ხალხი. და უფრო სწრაფად მდიდრდებოდნენ, ვიდრე მათი დამქირავებლები, მაგრამ აი ეს რომ საზოგადოებაში გაჩნდა ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ძალიან მდიდარია და ძალიან სწრაფად გამდიდრდა, ამან ხალხში ისეთი შური გააღვივა, რომ მე-19 საუკუნეში ძალიან იზრდება სოციალისტური იდეების პოპულარობა, რამაც აი დედას უტირებს მე-20 საუკუნის. ანუ სინამდვილეში რა პრობლემას წარმოადგენს მე-19 საუკუნე? ერთი მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ როცა რელიგიური ფუნდამენტი საზოგადოებაში ძლიერია და მეორე მხრივ ეს რელიგიური ინსტიტუტები არ უშლის ხელს პროგრესს შეიძლება იყოს წარმოუდგენლად სწრაფი. და ჩვენ შეიძლება ისეთი რაღაცები მივახციოთ, რაც დღესაც კი მიუღწევადი ჩანს, ისაც რაღაცები, რაც მე-19 საუკუნეში ხდებოდა, მაგრამ ამასობაში ვინაიდან რელიგიური თქვათ ეს ფუნდამენტი შესუსტებულია, შური და ეს სურვილი გაძარცვა წაართვა მდიდარს, ამას უკვე ნაკლები, თქვათ ის აქვს, ნაკლები ის აქვს შემაკავებელი ინსტიტუტები, ანუ თუ ეკლესია ვერ აკავებს ადამიანებს ამას და პირიქით ამ მომენტში პოლიტიკოსები ადამიანს ეუბნება, რომ მისი ნება არის უზენაესი, არა ღმერთის, არა მისი ადამიანის
მისი ნება კი არის შურით განპირობებული სრული ვიღაცას წართვა და ინდუსტრიულმა რევოლუციამ მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად შეცვალა კაცობრიობის მდგომარეობა, ძალიან გაამდიდრა არა მარტო რაღაც კაპიტალისტები რაც ეძახიან, ყველა გაამდიდრა და ფაქტობრივად სიღარიბიდან ამოიყვანა ათობით მილიონი, ასობით მილიონი ადამიანი და ის რაც კაპიტალიზმმა ზოგადად კაპიტალიზმის გავრცელებამ გააკეთა სიღარიბესთან მიმართულებით ვერ შეძლო ვერავინ მიუხედავად ამისა ბევრ ადამიანს ურჩევნია თანაბრად სიღატაკეში იცხოვროს ვიდრე დიდარი იყოს ოღონდ იმ პირობით რომ მეზობელი ბევრჯერ უფრო მდიდარია აი მეზობელი თუ ბევრჯერ უფრო მდიდარია ეს იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა ბევრი ადამიანისთვის რომ შურმა დააბრმავა და მთელი ეს სოციალიზმის აღზევება მთელი ეს რაღაც მე-20 საუკუნის რაც ხდება არის შურიანი დაბოღმილი ადამიანების რევანში ფაქტობრივად და რევანში რაღაცნაირად იმის ან რევანშიც კი არა უბრალოდ ცდილობა გაანადგურო სიმდიდრე, გაანადგურო კაპიტალიზმი. ის რაც დაეხმარა სიღატაკიდან ამოსული იყო მათ შორის ამ დაბოღმილ შურიან ადამიანს. მაგრამ მისთვის ბევრისთვის დასავლეთში მათ შორის აღმოჩნდა ბევრად უფრო მისაღები დარჩეს სიღატაკეში. მაგრამ შენი მდიდარი მეზობელი ჩაათრიო სიღატაკეში, ვიდრე ის გამდიდრეს, შენს გამდიდრე, მაგრამ ის თუ ის დიდდება შენზე უფრო სწრაფად ეს არის მიუღებელი. აი ამან საბოლოო ჯამში განაპირობა ის რომ სოციალისტური იდეები ძალიან ასე ვთქვათ გავრცელდა ევროპაში მაშინ ყალიბდება სოციალური დახმარების სისტემები საშემოსავლო გადასახადი და თუ თავიდან მათ შორის თავისუფლების ცვლილებს გონიათ რომ ეს ძალიან ეპიზოდურია და ეს არ გაგრძელდება დიდხანს რომ დიდი ამბავი პატარა საშემოსავლო გადასახადი პენსიონერები ცოტანი არიან და დიდი ამბავი რომ ცოტა დავეხმარებით მოხუცებს და მიუხედავად იმისა რომ ბევრი სხვა ადამიანი აფრთხილებდა ადამიანებს რომ ეს ასე მარტივად არ დასრულდებათ რომ მე ეს უარე შედეგებს მოიტანს მიუხედავად ყველაფრისა მე-20 საუკუნეში ცუდი რამ ბევრად ცუდი რაღაცები ხდება ხო მაგრამ ანუ რო შევაჯამოთ აი მე-18 საუკუნე გვაჩვენებს მაგალითს რომ თეორიულად ჩვენ თუ შევძლებთ რაღაც სტაბილური კომპრომისი ვიპოვოთ რელიგიასა და დანარჩენ თქვა თავისუფლებებს შორის პოლიტიკური იქნება თუ ეკონომიკური ამას შეიძლება ძალიან დიდი თქვა იმპულსი მისცეს განვითარებას მაგრამ თვითონ ის აი ეს უბრალოდ ეს გარემო რომელიც მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბდა იყო შემთხვევითობა იმიტომ რომ ერთი მხრივ ინსტიტუტები რელიგიური ინსტიტუტები ეკლესია სუსტდებოდა პროგრესი მეცნიერული იქნება თუ პოლიტიკური მართლობის განვითარება იზრდებოდა ძალაუფლება იზრდებოდა და აი რაღაცა ეს წეტრი რომელსაც რაღაც მომენტ ცოტა ხნით ახლოს აღმოჩნდნენ და აღმოჩნდა რომ ძალიან მაგარია და ასეთი კომბინაცია ძალიან ეხმარება ადამიანს სწრაფად განვიდეს იყო შემთხვევითობა მე რელიგიური ფუნდამენტი კიდევ უფრო შესუსტდა ძალაუფლება კიდევ უფრო გაიზარდა ხალხის ბოღმასა და შურს უკვე აღარ ქონდა შემაკავებელი ძალები და საბოლოო ჯამში ის გადაიტანა იმაში რასაც ჩვენ მე-20 საუკუნეში ვნახავთ მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ თუ გვინდა დავინახოთ გამოსავალი იმ ბოროტებისგან რომელსაც დემოკრატია ქვია ალბათ მიმართულება აზროვნების მაინც აქეთკენ უნდა იყოს რომ რაღაცნაირად უნდა გაჩნდეს შანსი იმ მორალის გაძლიერების რომელზეც დასავლური ცივილიზაცია რაღაცნაირად დგას იმ მორალის რომელზეც პასუხისმგებელი ეკლესია და ზოგადად რელიგია ალბათ ეს არის სწორი მიმართულება აზროვნების მაგრამ ახლა საბოლოო პასუხი ამის იდენტიფიკაცია ძალიან რთული იქნება მაგრამ აი ეს მე-19 საუკუნეზე დაკვირვება ჩემი აზრით ამას გვეუბნება ეს იყო ყველაფერი რაც მინდოდა დღეს მომეყოლა ვესტების შემდეგ ლაივში ერთ ძალიან მნიშვნელოვან ძალიან სერიოზულ თემაზე პოზიტიურ ჭრილში ვილაპარაკო რომ მე უკვე სრულფასოვნად დაუბრუნდეთ იმ რაღაც კოშმარებს რასაც დემოკრატია ჩაიდენს მე-20 საუკუნეში მაგრამ ხო ეხლა დღეს მე მგონი საკმარისია და უბრალოდ გადახედავ კითხვებს თუ YouTube-ზე არის კითხვები ვესტები უპასუხოთ
სანდრო, როგორ ახსნი ევროპული სოციალისტური ქვეყნების წარმატებას, მაგალითად დანიის? იმიტომ რომ არანაირი წარმატება იქ არანაირი სოციალისტური არ არის. ყველა ეს ქვეყანა რო შეხედოთ, პირველ რიგში ვითარდებოდა, იმიტომ რომ იქ თავისუფალი ვაჭრობა, თავისუფალი მეწარმეობა იყო, შეზღუდები ნაკლები იყო, გადასახადები ნაკლები იყო. დანია თლაც ცუდი მაგალითია, იმიტომ რომ დანია ერთ-ერთი ყველაზე თქვათ ნაკლები თქვათ ბიზნესისთვის შეზღუდველი რეგულაცია რო შეხედოთ ბიზნესის მიმართ დანია ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა საერთოდ. ზოგადად სკანდინავიაში ამ კუთხით ბევრ შემთხვევაში რეგულაციები ბევრად ნაკლებია ვიდრე მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგივე სკანდინავიაში შედარებით დანია ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ქვეყანაა, მაგალითად მალმო შვედეთის სამხრეთ ქალაქია, მალმოსა და კოპენჰაგენს შორის ხიდია. და ოდესღაც ამ ხიდზე, ნუ ეხაც არ არის, ეხაც არილის ხიდი, მაგრამ ზოგადად საცობები იყო, იმიტომ რომ გადასახადები დანიაში უფრო დაბალი იყო შვედეთში და შვედები მუშაობდნენ, მიდიოდნენ დილას სამუშაოდ დანიაში და კოპენჰაგენში და მერე საღამოს ბრუნდებოდნენ. ზოგადად დანია ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ქვეყანაა ბევრი მიმართულებით და აი ალბათ აი სოციალისტური დაარქვა დანიას ეს უბრალოდ ძალიან სასაცილო იქნება. პლუს თვითონ სოციალისტებს რა დაემართათ? სოციალიზმი რო ყველგან დამარცხდა, რა ვიცი, ჩინეთი იქნება, რუსეთი იქნება, ეს რა ვიცი, კუბა და ასე შემდეგ. მერე ამათმა მოიგონეს ასეთი ხრიკი, რომ იცი რა, ეს სოციალიზმი ცუდი იყო, ასეთი იყო, მაგრამ ჩვენ რაღაც აი სოციალიზმი დაერქვა მაღალ გადასახადებს და მაღალ სოციალურ რაღაც გადასაიბათ პენსიებს და ასე შემდეგ დახმარებას და ანუ წარმოგიდგენთ აიღეს ყველაზე მდიდარი ქვეყნები სამყაროში, იგივე სკანდინავიის ქვეყნები იქნება, ეს დასავლეთ ევროპის ქვეყნები იქნება, ჩრდილოეთ ამერიკა იქნება და ხალხის შურზე და ბოღმაზე აპელირებით გაათიეს პოლიტიკურად ის რომ შედარებით რაღაც დიდარ ადამიანებს იქნება, ვინც ხალხს მუშაობს, იმას ბეკრავენ და ვიღაცებს ადლებენ ფულს. და ამას დაარქმეს სოციალისტური, თურმე იმიტომ რომ დანია გამდიდრდა და კერძო საკუთრებაა დაცული, კერძო საკუთრებაა გავრცელებული, სასამართლიანი სისტემა, ანუ კაპიტალიზმის ინსტიტუტებზე დგას ეს ქვეყანა უბრალოდ. მერე ეს ქმნის დოვლაც, მერე ვიღაც უსინდისო პოლიტიკოსები ხალხის ამორჩევის უვიცობაზე და ბოღმაზე რომ მუშაობენ, ამ დოვლათის ნაწილს ართმევენ პატიოსან ხალხს და უნაწილებენ ამ პარაზიტებს. და მე ამას ვიღაცამ დაარქვა, რომ თურმე ეს არის წარმატება, იმიტომ რომ ამის უკან სანამ დგას კაპიტალიზმის წარმატება, რომელზეც მე დანარჩენები პარაზიტირებენ. თორე აბა აიღე და დანიაში გააუქმე კაპიტალიზმის ფუნდამენტი, გააუქმე კერძო საკუთრება, გააუქმე სამართლიანი სასამართლო, გააუქმე, რა ვიცი, კონტრაქტის დაცვის მექანიზმები. აბა გადავწეთ ეს ყველაფერი მთავრობას და მთავრობის დისკრეცია გავხადოთ, ნახოთ რა იქნება სოციალისტურ დანიაში. ასეთი ექსპერიმენტები არაერთ ქვეყანაში მოხდა და კარგად ვიცით ვითარდება და ძალიან სწრაფად თარდება, ამიტომ სიამდვილეში ეს დაახლოებით იგივეა, რომ აი მილიონერი რომ მოდის და აი სიგარა რო ამოიღოს, მე $100 მოუკიდოს ცეცხლი და სიგარას მოუკიდოს $100 ცეცხლი. და ვიღაცა რო თქვას, რომ სიგარას რო $100 თუ უკიდებ ცეცხლს, ეს არის წარმატების მიზეზი. რომ ეს ადამიანი მდიდარია, იმიტომ რომ სიგრას $100 თუ უკიდებს ცეცხლს. აი ვიღაცა რო იტყვის, ნორვეგია ან დანია, იმიტომ რომ მდიდრები რიგ სოციალური დახმარების სისტემებია რაღაც განვითარებული, უბრალოდ გარტყმაში არის რა ხდება და რა არის ამ ქვეყნების დოლათის წყარო. ის ხედავს რომ მილიონერი სიგარას ცეცხლს უკიდებს $100 კუპიურ და გონია რომ ამიტომ არის მდიდარი. არა, ის ჯერ გამდიდრდა და მერე მისა თავისუფლებას ასე მოქცეულიყო. დანია და შვედეთი იქნება, რა ვიცი, საფრანგეთი იქნება, ამერიკის შეერთებული შტატები იქნება, თუ ნებისმიერი სხვა განვითარებული ქვეყანა, განვითარდა კაპიტალისტური ინსტიტუტების ხარჯზე, ხოლო განვითარების შემდეგ რა უცნაური კაპრიზები ქონდა ამ ქვეყნის მოსახლეობას, რა უცნაური ფუფუნების ვთქვათ, საგანი იყო რაღაც ეს რეგულაცია თუ ეს უკვე სხვა საკითხია. ზოგმა ასეთი რაღაც სიგიჟე გააკეთა, ვიღაცამ სხვანაირი, ვიღაცამ პენსია გაზარდა, ვიღაცამ შრომის რეგულაციები შემოიღო, მაგრამ ეს ყველაფერი არის პარაზიტირება კაპიტალისტურ ინსტიტუტებზე. და ამის კარგი მაგალითია ჩინეთი. ჩინეთში მაო ძედუნმა რო 10 მილიონი, 60 მილიონამდე დახოცა შიმშილით, ფაქტობრივად მე როცა დენ საოპინი მოვიდა, ჩინეთი მით უფრო ვითარდებოდა, რაც უფრო მეტი კაპიტალისტური ინსტიტუტები შემოდიოდა საზოგადოებაში, რაც უფრო მეტად ვრცელდებოდა კერძო საკუთრება, რაც უფრო მეტად ვრცელდებოდა ამ საკუთრების დაცულობა, რაც უფრო ვრცელდებოდა რეგულაციები და გადასახადები. კი, დღემდე რჩება იქ კომუნისტური იერარქია და
ტოტალიტარული პოლიტიკური სისტემა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჯოჯოხეთია სამდელი შეხედოთ ჩინეთს, ბევრი მიმართულებით, მაგრამ თუ ჩინეთში რამე დოლარი შეიქმნა, იმიტომ რომ ჩინეთში იყო შემოტანილი კაპიტალისტური ინსტიტუტები. და იმდენად რამდენად შემოტანილი იყო, იმდენადად გამდიდრდა და ხალხი რომ ამბობს, აი ჩინეთში რომ რაღაცა კომუნიზმი იყო მაოძედუნის დროს და რით დამთავრდა ყველა მიცის. ხო და რაც უფრო შორდები ამ კომუნიზმს, მით უფრო მდიდრდები. და ვინაიდან რაღაც იდეალური სამყარო ხო არსებობს, რაღაც გრადაციო წარმოიდგინოთ, რაც უფრო დაცულია კევსაკუთრება, მით უფრო მდიდრდები. რაც უფრო მეტი სამართლის სასამართლო გაქვს, მით უფრო მდიდრდები. და ამიტომ ზოგ ქვეყნებში, დანიისნაირ ქვეყნებში დიდი ხანია სამართლის სასამართლო რაღაც ფორმით არსებობს, საკუთრება დიდი ხანია დაცულია და ასე შემდეგ. რაღაც ქვეყნებში ნაკლები დრო, ზოგ ქვეყანაში საერთოდ არ არსებობდა ჩვენნაირი ქვეყანა რო ავიღოთ. და ამიტომ ვიღაცა ძალიან მდიდარია, დანია, ვიღაცა ღარიბია ჩვენნაირად, ვიღაცა ძალიან ღარიბია, როგორც სომალიაში მაგალითად. და უბრალოდ აი სრულიად უცოდინრობის შედეგი შეიძლება იყოს დაარქვა, რომ დანია სოციალისტური ქვეყანაა და ამის გამო არის მდიდარი. არა, ის კაპიტალისტური ქვეყანაა, რომელიც გამდიდრდა და რომელმაც ამ სიმდიდრის ხარჯზე უფლება მისცა საკუთარ თავს რაღაც დებილობები გააკეთოს. ამ დებილობებს ხედავს გაუნათლებელი დამკვირვებელი და გონია ამ დებილობების ხარჯზე არის დანია მდიდარი და არა ის რაც სოციალისტურია დანიაში, ყველაფერი ბოროტება, ყველაფერი დანიას უკან წევს. მაგრამ აი ის რაც მართლა ნახდად მნიშვნელოვანია, ის რომ დანიელს საკუთრება აქვს, მის მისას არაფერი არ ემუქრება, ვიღაც არ დაადგება და არ წაართმევს და რამე რომ მოხდეს წავა სასამართლოში და იქ იპოვის სამართლიან გაწყვეტილებას და კონტრაქტს პატივსცემენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რასაც თქვია კაპიტალიზმის ინსტიტუტები. აი ეს დანიაში საკმაოდ მყარია და ბევრად უფრო მყარია ვიდრე ქვეყნების უმრავლესობაში და სულ რამდენიმე ქვეყანაა სოფლიოში, ვინც დანიასთან შედის კონკურენციაში ამ ნაწილში და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც კი ჯობნის ძალიან ბევრი მიმართულებით ამ კუთხით. მე მგონი კითხვები მეტი არ იყო, ოთხეში თუ კითხვები იყო, კითხვის ნიშანი არ იყო და ერთმანეთში რაღაც კამათობდით, ამიტომ აი გამოჩნდა ეს კითხვა. სანდრო, უძრავ ქონებაზე ფასები თუ დაიწეს თბილისში ოდნავ მაინც ძალიან ძვირია. მე ფასების პროგნოზირება არის როგორც ეკონომიკურად დაუშვებელი ქცევა. ეკონომიკური თეორია მკაცრად გეუბნება, რომ ზოგადად მომავალი ფასის საუკეთესო პროგნოზი არის დღევანდელი ფასი. ვიღაცა რო გეუბნება, რომ დოლარი გაეზრდება, ან გაიაფდება, უბრალოდ აი საღი აზრის დონეზე მცდარ რაღაცას აკეთებს, იმიტომ რომ თუ იცი რომ დოლარი გაძვირდება, მაშინ ყველა თუ ეს დაცვლადია, ყველამ უნდა იყიდოს დოლარი და ყველა გამდიდრდება, ხო? მაგრამ ყველამ რო იყიდოს დოლარი დღეს გაძვირდება და არა მომავალში. ძალიან მოკლედ ვსდი რაღაცა შეიძლება რაც ალბათ რთულია, იმიტომ რომ წარსულში მაქვს წინა სეზონში ეს მოყოლილი მაქვს, მაგრამ ზოგადად რო იცოდეთ, ფასების პროგნოზირება არის დაუშვებელი, უბრალოდ ეკონომიკურად არ იქნება დასაბუთებული. იმიტომ რომ ერთადერთი საუკეთესო პროგნოზი მომავალი ფასის რაზეც არ უნდა იყოს საუბარი არის დღევანდელი ფასი. იმიტომ რომ ჩვენ თუ ვიცით რომ სხვანაირი ფასი უნდა იყოს, მაშინ წადი და შესვალე შენი ქცევა და ყველა სხვანაირად მოიქცეოდა. ანუ ყველა თუ რაღაც უნდა ძვირდებოდეს, ყველა დღესვე იყიდიდა და დღესვე გაძვირდება, თუ რაღაც უნდა გაიაფდეს პროგნოზის თანახმად, მაშინ ყველა გაყიდიდა და დღესვე გაიაფდებოდა და არა მაშინ როცა პროგნოზი გვეუბნება. ამიტომ ფასების პროგნოზირება, დოლარის კურსის პროგნოზირება, ბინების ფასის პროგნოზირება, უბრალოდ აი რაღაც საბაზისო ეკონომიკურ რაღაც იდეებს ეწინააღმდეგება, ამიტომ მე აზია ვარ, როგორი იქნება საბოლოო ჯამში ფასები ბინებზე და მართლა ვიღაც დიდად ამაზე არ ნერვიულობ, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ის ობიექტი, რომელსაც მე ვაკონტროლებ. ჩვენ უფრო იმაზე უნდა ვიფიქროთ, მაგალითად, როგორ გაზრდოთ ჩვენი შემოსავალი. ან თუ მაგალითად უძრავი ქონების ბაზარზე რაღაც შეფერხებაა, შენებლობა იქნება ეს თუ რაღაც საბაკო სექტორი და ასე შემდეგ. აი ეს ბორკლები მოხსნათ ამ ბაზარს, რომ მეტი ბინა აშენდეს, უკეთესი ბინები შენდებოდეს და კონკურენცია იყოს ბაზარზე, რომ ამან დაწიოს ფასები თუ ის დაწევადია, მაგრამ მე ვხრივ შეხედეთ, ჩვენ თვითონ რო განვითარდეს და ჩვენ რო რაღაც თქვა 10 წლის შემდეგ აღმოჩნდეთ ну 100 წლის შემდეგ არ გამოვეს, მაგრამ თქვა 50 წლის შემდეგ ნიუ-იორკისნაირი ქალაქი რო იყოს თბილისი, აქ უძრავი ქონება დღევანდელ ფასებში 10 ჯერ და შეიძლება 100 ჯერ უფრო ძვირის იყოს. აიტომ თავისთავად უძრავი ქონების ფასის და შეიძლება არ იყოს ცუდი კაცო, შეიძლება ეს იმის მაჩვენებელია, რომ ხალხის რაღაც მოსახლეობის ნაწილი მდიდრდება.
ჩვენ შეიძლება ისევ და ისევ კითხვა დასვათ რის ხარჯზე მდიდრება, ვიღაც შეიძლება ფულს იპარავს, ვიღაც რა ვიცი, ხალხს ძარცვავს, არის კოლ-ცენტრებში მუშაობს და ამ შემდეგ, მაგრამ ეს უკვე სხვა პრობლემის ნაწილია. თავისთავად რომ ბინადრდება, შეიძლება ცუდიც არ იყოს და თუ ვიღაცა უსამართლოდ მდიდრდება, ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ მაშინ და არა ის რომ ბინები მდიდრდება. ამიტომ ეს არის მარტივი საკითხი და ალბათ ასე უბრალოდ პასუხი ამაზე არ არსებობს. ბევრ რაღაცაზე შეიძლება ილაპარაკოთ თუ ძრავქონების ფასებზე ასაუბარი. თუ კანონი იცავს ხოლო ძალაუფლებას და არა საკუთრებას, რა დარჩება ბაზარს? ვერ გავიგე კითხვა რას ნიშნავს. კანონი არ უნდა იცავდეს ძალაუფლებას თუ მართლობას თუ მართლს თუ გულისხმობთ. კანონი უნდა იცავდეს ზუსტად რომ ადამიანს როცა წერია რომ კანონში ქურდობა აკრძალულია, კვლელობა აკრძალულია, ეს ხელისუფლებას კი არ იცავს, ადამიანს უნდა იცავდეს. ამიტომ ნორმალურ საზოგადოებაში კანონი უნდა არსებობდეს იმისთვის რომ ჩვენი ბუნებრივი წესრიგი უკეთ იყოს დაცული, რომ ქურდობა იყოს დასჭადი, კვლელობა იყოს დასჭადი. ანუ ის, რაც მორალურად ცუდია და რაც აუცილებელია ასეთი ტიპის სისტემები რო არსებობდეს, რომ ვაჭრობა და ზოგადად ცივილიზაცია არსებობდეს. ამიტომ მე კითხვა ბოლომდე ვერ გავიგე, მაგრამ როცა კანონი ხელისუფალს იცავს, ეს ცუდი კანონია და არასწორი კანონია. ასეთი კანონები ჩვენ უნდა გავაუქმოთ. შეიძლება ზოგადად არ უნდა დავემორჩილოთ, თუ ღიად არ დამორჩილება არ გამოგდის მინიმუმ თავი ავარიდოთ ამ კანონების აღსრულებას. ამიტომ ზოგადად გადასახადების არ გადახდა არის პატიოსანი მოქალაქეს წმინდა ვალდებულება. ამიტომ არაფერი ტრაგიკული არ იქნება თუ ვიღაცამ არ გადაიხადა გადასახადი. მე მას ვერ გავამტყუნებ. იმიტომ რომ ფულის ყაჩაღისგან დამალვა სრულიად გამართლებული ქცევა. და ვინც ამბობს რომ ეს მოქალაქის ვალდებულება, მატყუ არა ან არის ის რაზე საერთოდ ლაპარაკობს. ასე რომ გააჩნია კანონებს. კარგი კანონები, იმიტომაც არის კარგი კანონები, რომ ისინი მორალზე დგას და ფუნდამენტი აქვს სწორი და ამიტომ მათი დაცვა მორალური ვალდებულებაა. ცუდი კანონები ის კანონები, რომელიც მორალზე ადგას და მორალს ეწინააღმდეგება და პირიქით არა თუ მათი დაცვა, არამედ მათი დარღვევაა მორალური ვალდებულება. ხშირად როგორც ეს მაგალითად ნაცისტურ გერმანიაში ნაცისტების კანონების დარღვევა სწორი იყო და მათი შესრულება იყო არასწორი. იმედია უპასუხე ყველა თქვენ კითხვას. მადლობა რომ მიყურებდით, მადლობა ყველას, ვინც ფეხბურთს ურჩია ფეხბურთს ნაცვლად ჩემ ლაივს უყურა, ძალიან გაფასებთ და შემდეგ 4 შაბათს შევხვდებით ჩემი ამ ლაივების გაგრძელებაზე. მადლობა და შემდეგ შეხვდებით.